მე რო ეხლა დავდგა და ვაქო დავადიდო საქართველოს დილიდან საღამომდე არავინ არ მომისმენს, იმიტომ რომ ამითი არ გება კონტაქტი. პირიქით, შენ უნდა შენ ტკივილზეც ილაპარაკო, შენს მანკიერ მხარეებზე, შენ სისუსტეებზე და ამით დგება კულტურული დიალოგი. ევროპაში მით უმეტეს არასდროს არ ამართლებდა ეს ყანწი ჩოხა და ჩვენი მთები, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რაც ადამიანებს ხელოვნებაში აინტერესებთ. ეს ნინო ხარატიშვილია, გერმანელი მწერალი და დრამატურგი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ავტორი, რომელიც საქართველოს ლიტერატურული წრეებიდან ამოჭრილია როგორც არტისტი და რომელსაც როგორც ემიგრანტ საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვა. ქარის ქულებთან ბრძოლაში რო შედიხარ, უნდა იყო იმაზე წამსვლელი რო გატკენენ და იყო იმაზე წამსვლელი რო არ ყოფენ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ნუ რაღაცნაირად არ ვიცი მზად ვიყავი ამისთვის. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ ლიტერატურასა და ცხოვრებაზე, სადაც ხშირად ისეთი სასტიკი და დაუჯერებელი ამბები ხდება, რასაც მწერლის ფანტაზია ვერც კი წარმოიდგენს. წარსულში დაბრუნება რო ამათვის მომავალი, ეს დიხანია უკვე ჩანს და არა, მაგ საფრთხეს რა თქმა უნდა ვხედავ. ძალიან რთულია მოსუსურობის გრძნობა არ დაგახრჩოს და რაღაც პარალიზება არ გაგიკეთოს. მე მინდა რომ რაღაცა იყოს იმ ჩემ მიკროკოსმოსზე მეტი და ამ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყანა თუ ხელოვნება თუ სხვა ადამიანის სიყვარული. ამის არსებობა მე ძალიან მჭირდება მე თვითონაც როგორც ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი იქნება ალბათ არსებობა მხოლოდ ესეთი ყოფიერებისგან და მარტო ეს დამიწებულად ყოფნისგან რომ შედგებოდეს და რაღაცა კიდე ზე არ არსებობდეს. ეს ზე შეგიძლია შენ თავს შეუქმნა პირველ რიგში ამისი მჯერა. გამარჯობა ნინო. გამარჯობა. როგორ ხართ? არამშოს. კაია, ზაფხული თბილისში. მონატრებული ვარ და ამ ეტაპზე კარგია კი. ხანგრძლივად ხართ? 6 კვირით. და როგორია პროგრამა ამ კულტურის ნიშანწყალი არის თუ მხოლოდ დასვენება და უფრო დასვენება, უფრო ოჯახის მეგობრების ნახვა და ნუ რა თქმა უნდა ბავშვობისთვისაც და მე რაღაცა მომენტში ალბათ ხო ქალაქიდან გასვლაც. მოდი რამდენიმე მოკლე კითხვას დავსვამ თავიდან და მე ცოტა დიდ თემებზე გადავიდეთ. აი ამ ჩამოსვლაზე რა მიიქცია ყურადღება წინა ჩამოსვლებისგან განსხვავებულმა თუ არის რამე ეგეთი? რუსული გავლენის და რუსი ტურისტების მოსღვავება იგრძნობა ანცალსახად და ერთგვარი ცოტა ხო ალბათ ის ნიჰილიზმი არ მინდა ვიხმარო ესეთი ძიმე სიტყვა იმედი მაინც ყოველთვის საჭიროა მაგრამ იგრძნობა სტაგნაცია ალბათ ესე ვიტყვი დაღლადასევდა დაღლადასევდა არ ვიცი ჯერ საკმარის ადამიანთან არ მისაუბრია ამ ყველა თემაზე მაგრამ ესე ზედაპირული დაკვირვებით რაღაც სტაგნაცია იგრძნობა კი ზაფხულში წიგნებს კითხულობთ ხოლმე დასვენებისას? კი. რა არის ხა რაც მაგიდაზე დევს თუ საწოლთან თუ ჩათაში? ეხლა ერთი შვეიცარიელი ავტორის ახალი საკუთარ დედაზე დაწერილი წიგნს ვკითხულობ. მე ძალიან მიყვარს თანამედროვე ლიტერატურა და ვცდილობ სულ შევიძინო რაც რამე ახალი გამოდის. ახლა ვაპირებ აქ საქართველოში ჩემი კოლეგების იმ წიგნების შეძენას, რომელსაც წვდომა არ მქონდა აქამდე, იმიტომ რომ მე ძალიან არ მიყვარს დიგიტალური კითხვა, ანუ ძალიან მიჭირს და ყოველთვის ვარიდებ თავს და ეხლა შევალ მაღაზიაში და შევიძენ. იქამდე ემანუელ კარერი, ეგეთი ფრანგი ავტორი. იმის ძალიან კარგი ნოველა წავიკითხე, ნუ რომანი, რომელსაც ქვია რუსული ნოველა და ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. და მაშ ვიკითხოთ ზვიად რატიანზე, მე მგონი პირველად არის, ხო, როცა ჩამოხვედით თუ მანამდეც იყო ჩამოსვლისას, რომ აი რაღაც კოლეგა ციხეშია. როგორი განცდა ეგ? ანუ ფონად გაქვს ეგ ინფორმაცია ადამიანს. და მგონია რომ ლიტერატურული წრისთვის ის არის უჩვეულო რეალობა, როგორც ჩვენთვის, როცა ჩვენი კოლეგა ციხეშია, სულ გაქვს ეგ ინფორმაცია. შეიძლება ამაზე არ ფიქრობდე მუდმივად, მაგრამ ნუ ხო გახსენებ. კი, მე ვფიქრობა, ყველა ადამიანზე არა მარტო ზვიად და ყველა უსამართლოდ ამ მთელი პროცესების მანძილზე დაჭერილ და აბსოლუტურად ხო განუკითხაობაში მყოფ ადამიანზე და რაც თავარია, ნუ რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია მოსუსურობის გრძნობა არ დაგახრჩოს და რაღაც პარალიზება არ გაგიკეთოს. ანუ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ნებისმიერ ახლა ამ შემთხვევაშიც აი რაღაც კრიზისულ სიტუაციაში ვეცადო რომ რაღაც შანსიც დავინახო. და ძალიან ძნელია მაგრამ მაინც გონია რომ ესე მთლიანად აი ამ რაღაცა სასოწარკვეთას რომ მივეცე და ამ უსუსურობას ეს უფრო გამსრისავს და ყოველთვის ვცდილობ რაღაცა პოზიტიური მე არ ვიცი ამაში რა შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგრამ ხო აი რაღაცა შანსი დავინახო რომ ეს რაღაცას ემსახურება, რომ ეს ადამიანები ეს უბრალოდ მათი რაღაცა საუკეთესო წლებს უაზროდ არ წირავენ და ეს ჩვენ ყველას
რაღაცა პასუხისმგებლობას გვიქმნის, რა თქმა უნდა. ხო და ქვეყანაზე თუ სამშობლოზე თუ რაც არის საქართველოს პირველ სამშობლოზე ფიქრი ნელ-ნელა დაიქცა უფრო დიდ სევდად და თავის ტკივილად ვიდრე პირველ წლებში იყო. კი, რა თქმა უნდა, ბოლო 2 წელია ძალიან მძიმე, ანუ საქართველოსთან ხომ ყოველთვის კავშირში ჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ინერჩუნებს. მინდა არ მინდა, ხო, რაღაცა, ანუ თანდა მაქვს ლოკოკინას სახლივით, მაგრამ ეს ბოლო 2 წელი რა თქმა უნდა რადიკალურად სხვა დამოკიდებულება მაქვს და სხვა ზრუნვა და რა თქმა უნდა დაძაბულობაც. ხო, ეგ ხო უცნაურია წესითხვაი სახლიც ის არის, სადაც აი ყველაფერი გარეთ სულ რო ქარიშხალია, კარსი ხურავ და მე მშვიდად უნდა გრძნობდე თავს წესითხვაო სამშობლოც რაღაც ეგეთია, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც შენი ადგილია, სადაც შეგიძლია თავი მშვიდად იგრძნო და ნუ აი რაღაც ბავშვობაში დაბრუნდე თუ რაღაც ახლობელი ადამიანები ნახო და როცა უფრო პრობლემათა თავსად ეხად იქცევა ვიდრე მშვიდობის მომტან ამბად, სხვანაირი გრძნობებიც მოყვება მაგას. მე ყოველთვის ამბივალენტური დამოკიდებულება მქონდა საერთოდ სამშობლო როგორც ესეთი მცნება, საქართველოს იდენტობა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კომპლექსური თემები მგონია და არ არის მარტო ეს ზედაპირული რაღაც კლიშეები და ემოციებიც ყოველთვის ამბივალენტურია, იმიტომ რომ ჩემთვის აი ემიგრაცია პირველ რიგში რასაც ნიშნავს და რასაფასურსაც იხდიარის, რომ რაღაცნაირი თავისთავად მდგომარეობა იკარგება. ანუ რაღაცა რაც აი უბრალოდ მოცემულობაა და შენ ამაზე არასდროს არ გიფიქრია, ის ხდება იმას აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ და რაღაცებს აბსოლუტურად სხვა კუთხით უყურებ. ეს არ არის მარტო რაღაცა ცუდი, ამას ესეც ერთგვარი შანსია, იმიტომ რომ რაღაცა სხვა პერსპექტივა გეძლევა. მაგრამ ახლა აზრი დამეკარგა რა იყო სამშობლო რო თავსატეხად გექცევა, რომელიც როგორც მივხვდი გარკვეული თავსატეხი სულ იყო. გარკვეული თავსატეხი სულ იყო. მაგის თქმა მინდოდა კი ბატონო. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა, სულ სხვა მოცემულობაა, ეხლა ეს არ არის მარტო იქ რაღაც ჩემი ამბივალენტური დამოკიდებულება თუ ჩემი კომპლექსური თემა, ეხლა მართლა რაღაცა გადარჩენის და ეგზისტენციალურად დადგა ეს საკითხი და რა არის სამშობლო და როგორ მინდა რა მინდა რომ ჩემი სამშობლო იყოს და რა მომავალი გქონდეს და ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე ხა ბევრად უფრო მეტი და დიდია ვიდრე ჩემი სუბიექტური აღქმა და ჩემი დამოკიდებულება. და აი ადამიანი თუ ოჯახის წევრი რო იყოს, რა იქნებოდა უფრო მოხუცი მშობელი, რომელსაც აღარ შეუძლია და ხალისზე მეტი მის ზრუნვაში სევდა, თუ აი ბავშვი, რომელიც დარბის ტახტის გღლის, მაგრამ შეიძლება რომ კარგი გამოვიდეს აქედან. მეტაფორა საქართველოს რომელი უფროა? ოჯახის წევრებიდან რა უფრო იქნებოდა. საზრუნავი ოჯახის წევრებით. მაინც უფრო, ანუ აი რაღაცნაირი უცნაური მიქსია, იმიტომ რომ კარგი შედარება, იმიტომ რომ მე მგონია რომ ორივე. აი რაღაცა რო წარმოიდგინო ორ სახი, ანუ აი ან მოხუცი ბავშვის სხეულში, ან პირიქით. აი რაღაცნაირად მგონია რომ ერთხრივ ეს რაღაც საუკუნოვანი დაღლა, რომელიც აი ჩვენს მასში გენებშია ფაქტიურად. და მეორე მხრივ რაღაც ძალიან უცნაური ამ ისტორიის და გამოცდილების და ყველაფრის ფონზე უცნაური ინფანტილურობა, რომელსაც ინარჩუნებს ეს ქვეყანა. ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ახსენა და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა, ჩამრჩა რომ ამ ქვეყანაში ბოროტებაც რაღაცნაირი სახალისო და არასერიოზულიაო და არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი, იმიტომ რომ აი თითქოს აი ეს რაღაცა ერთხრივ ეს ინფანტილური და ცოტა ზერელე დამოკიდებულება ასევე რაღაცა გადარჩენის გზა იყო და შეიძლება ამან ჩამოაყალიბა ეს ქვეყანა ესეთად, მაგრამ მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ რაღაცაში ესე ფსიქოლოგიურად რო ვთქვა დაღვინებაში და რაღაცა ცოტა ისეთ დასრულ არსებობაში ძალიან ხელს გვიშლის და პასუხისმგებლობის აღებაში ასევე რა თქმა უნდა, რაც ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენ ჩამოყალიბდე ბოლოს და პიროვნებად კი. მე მახსოვს 24 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა აქ დრამატული ამბები ვითარდებოდა, როგორ აქტიურად იყავით ჩართული ყურებაში, კომენტირებაში, პარალელური ღონისძიებების გაკეთებაში, ამ ხმის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში და ფრაზა, რომელიც დამახსოვრდა მაშინდელი ლაპარაკებიდან, იყო ის, რომ არ შეიძლება საქართველოს იქცეს ბელარუსად, იმიტომ რომ შიში, რომელიც ბელარუსში არის ყველგან და ყველა ფერში აქ ჯერ ესე არ იგრძნობა. იმის მერე კი გავიდა 2 წელი და რევიზიას გავაკეთებდი ამ მოსაზრების. ისევ ეგრე თავდაჯერებულად თუ მხნედ შეიძლება მაგის თქმა, რომ შიში არ იგრძნობა და ეს არის განმასხვავებელი.
მე ვერ მოვთხოვ, მე აბსოლუტურად ადამიანურად მესმის, რომ ვერ იქნება ყველა გმირი. მეც არ ვიცი შევძლებ თუ არა ამას, თუნდაც იგივე მზიას ან ზვიადის სიტუაციაში რას ვიზავდი მე არ ვიცი. და მესმის, რომ შიში ასევე ჯანსაღი ადამიანური რეაქცია. ეხლა ესე თავდაჯერება, ანუ ესე ტოტალურად ამ ფრაზას ალბათ ვეღარ ვიტყოდი, თუმცა მაინც ვაწყდები და ვხედავ საზოგადოების ძალიან მყარ ნაწილს, რომელშიც დღესაც არ უგრძნობ ამ შიშს და ეს ძალიან მაიმედებს. თუმცა არის ალბათ დიდი წილი კიდე ასევე საზოგადოების, რომელიც რაღაცნაირად აი ამ შემგუებლურ, ცოტა დაღლილ, ცოტა პასიურ, ცოტა აი რაღაცა ბედს რო გაასხვისებ ამ მდგომარეობაშია. ეს რა ფენომენია არ ვიცი, თუმცა ეგეც ალბათ ამასაც რაღაცა ბევრი წინაპირობა აქვს და მესმის. მაგრამ აი ეს რაღაცა ნაწილი მაინც ძალიან დიდ იმედს მიტოვებს და მიჩენს. ანუ მთლად ესე ტოტალურად არ არის ესე გამეფებული და ვერ გრძნობ ამას. ანუ ბევრი ჩემი მეგობარია თუ ჩემი ნაცნობი მაინც არის ეს რაღაცა ბრძოლის შინი და სურვილი და ეს სანამ გვაქვს მე მგონია რომ ღირს ბრძოლა და ღირს მართლა ყველანაირი პროტესტი იქნება თუ აზრის დაფიქსირება. მე ვიცი რომ გმირებზეც ამბივალენტური დამოკიდებულება გაქვს და შავად და თეთრად ადამიანების დანახვის დიდი მომხრე არ ხარ და აქ და ახლა ვინ არის გმირი? აი ვიზე შეიძლება ითქვას რომ აი ეს გმირია. გმირები ხო გმირი ცოტა ისეთი ეს პათოსური გაგებით ძალიან შესაძლოა ეს სიტყვა, მაგრამ ჩემთვის გმირი ადამიანი, რომელიც თავის პრინციპს არ ღალატობს, გმირი ადამიანი, რომელიც თავის კეთილდღეობისთვის ართმობს რაღაცა მასზე და ჩემზე უფრო მაღალ რაღაცა მცნებას, გმირი ადამიანი, რომელსაც სწამს იმისი, რასაც აკეთებს და ამ გზას არ ღალატობს. გმირი ადამიანი, რომელიც რაღაცა ნაწილში ყველა ვაკეთებთ კომპრომისს და ეს აუცილებელია, სხვანაირად ვერ იცხოვრებ, მაგრამ არის რაღაცა, ჩემი აზრით შეიძლება ამ ნაწილში ცოტა იდეალისტი ვარ. მე მინდა რომ რაღაცა იყოს იმ ჩემ მიკროკოსმოსზე მეტი და ამ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყანა თუ ხელოვნება თუ სხვა ადამიანის სიყვარული თუ რასაც არ დავარქმევთ, ანუ ვისთვისაც რა ინსტანცია და რა მცნება არ უნდა იყოს ეს ამის არსებობა მე ძალიან მჭირდება მე თვითონაც როგორც ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი იქნება ალბათ არსებობა მხოლოდ ესეთი ყოფიერებისგან და მარტო ეს დამიწებულად ყოფნისგან რომ შედგებოდეს და რაღაცა კიდე ზე არ არსებობდეს. ეს ზე შეგიძლია შენ თავს შეუქმნა პირველ რიგში ამისი მჯერა. და ის აი ეგეთი ადამიანები არიან ნამდვილად, თუნდაც ახლა ვიზეთ ვსაუბრობდით ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი რაღაცა თუნდაც თავისუფლება ხო გაწირა და უდანაშაულოდ იხდის ახლა სასჯელს, იმიტომ რომ თავის ქვეყანა უყვარდა, იმიტომ რომ თავის აზრი დააფიქსირა, იმიტომ რომ გამოვიდა და ძალიან ბევრი რაღაცა დათმოდა. ეს ცალსახად კი ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ გმირობაა. ინტერვიუსთვის მზადებაში გადავხედე, ქართულენოვან სივრცეში, არა ქართულშიც გადავხედე, მაგრამ მეთქი აი სად როდის ჩდებოდა და რაღაცნაირი არ ვიცი, სასაცილოდ როგორ ვთქვა, მაგრამ ხო აი ზოგჯერ ბოროტება არასერიოზულია და ახლობით ეგ გამახსენდა ხა მაგაზე, ანუ სამთავრობო არხებად მიჩნეული ტელევიზიები დიდი გულშემატკივრები იყვნენ, ხო, რაღაცა პერიოდი და ჩართვით თუ აქ ჩამოსვლისას მიპატიჟებით დიდ ინტერესს გამოხატავდნენ და ეს არაფერი იქნებოდა, რო არა ის რეალობა, რომელშიც ვართ, ხო, ანუ არ იქნებოდა აღსანიშნავ ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რაღაც ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალი და არა მარტო აქ ბევრ ქვეყანაში გინდოდეს რომ შენი სტუმარი იყოს, ხო, სრულიად ჯანსაღი სურვილი. მე რაღაცა დროს წყდება ეს და სად არის? აბა გამოვიცნოთ რა. აღარ არის დინო. და ნუ პარალელურად ჩვენ ვუყურებთ ლიტერატურულ ფორუმებს, სადაც საქართველოა წარმოდგენილი ძირითადად გარდაცვლილი მწერლებით, გემოვნებასთან დაკავშირებული კითხვები ისმის ამ ღონისძიებებზე საქართველოს პრეზენსის შესახებ და ასე შემდეგ, ხო? როგორ უყურებ ერთია ქვეყნის მთელ ბედს და მეორე აი პატარა სცენას ლიტერატურულს თუ მედია სივრცეს, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. ძალიან ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ამხელა და ძალიან მაგ ნაწილში მართლა თუნდაც წიგნების ბაზრობიდან მოყოლებული იქამდე არსებული წიგნის ცენტრით და ასე შემდეგ და მილიონი თარგმანით უკვე რაღაცა გახსნილი იყო გზა ცალსახად, ეს შემილია სხვადასხვა ქვეყნის პერსპექტივით, არა მარტო გერმანიის დავადასტურო და ძალიან ტრაგიკულია, ძალიან უბრალოდ
უბრალოდ აი გაბრაზების მეტი ვერანაირ ემოციას ვერ გამოიწვევს, იმიტომ რომ აი აზრს მოკლებულია, ყველანაირ ლოგიკას, რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებული აზრი ქონდეს, გაკეთებული საქმე შენი ხელი დაანგრიო. ნუ ფაქტიურად ესე მოხდა, ეს არა მარტო ლიტერატურის სფეროში, ხო, კინოდან დაწყებული, ავ თეატრით დამთავრებული. ლიტერატურაზე ეს ძალიან აისახა, იმიტომ რომ მართლა აი ძალიან ბევრი ნაბიჯი იყო გადადგმული, იმდენი რაღაცა პროგრამა არსებობდა, ძალიან ბევრი ქართული წიგნი ითარგმნა, ინტერესი იყო გაჩენილი, უკვე რაღაც ფოკუსი არსებობდა და ეს ყველაფერი ახლა გაჩერებულია. ვატყობ კიდევაც აი რამოდენიმე კოლეგაც დამიკავშირდა, რომ ძალიან ფრთხილობენ, თუნდაც უკვე გერმანელი გამომცემლები აი თარგმანზე რაღაცა ცოტა ფეხს ითრევენ. რაც ადრე უფრო ანუ ამის ისეთი მზაობა უფრო დიდი იყო და ეს ძალიან გასაბრაზებელია, ძალიან სევდიანია. თუმცა გარდაცვლილი მწერლების პრეზენტაციები და ეს რაღაცნაირი fake რეპრეზენტაციები ქვეყნის მაგისი არ მჯერა, არც საფრთხეთ მიმაჩნია, იმიტომ რომ ყველა ხვდება და ყველა მიცის. და ევროპაში მით უმეტეს არასდროს არ ამართლებდა ეს ყანწი ჩოხა და ჩვენი მთები, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რაც ადამიანებს ხელოვნებაში აინტერესებთ. მე რო ეხლა დავდგე და ვაქო და ვადიდო საქართველოს დილიდან საღამომდე არავინ არ მომისმენს, იმიტომ რომ ეს არ არის, ამითი არ დგება კონტაქტი. პირიქით, შენ უნდა შენ ტკივილზე ცილაპარაკო, შენს მანკიერ მხარეებზე, შენ სისუსტეებზე და ამით დგება კულტურული დიალოგი და შეფუთვა შეიძლება 1 წუთი ამან იმუშაოს და იმოქმედოს და ის ქართული ღვინოს ძალიან და ჩურჩხელად ჭამონ, მაგრამ იმის იქით რომ მე ფუტუროა და ბუტაფორია, ამას მე მგონი აბსოლუტურად ყველა მიხვდება და ხვდება და ამის ეს საფრთხეთ არ მიმაჩნია, იმიტომ რომ აი რაღაცა სერიოზულად ვერ წაღვიქვავ და ყველა ვიც რაღაც ლიტერატურასთან გადაკვეთა აქვს, ზუსტად ვიცი რომ იდენტურად აღვიქვავს. მაგრამ რა თქმა უნდა, თავად ის ფაქტი, რომ ამ ხელა რესურსი გააჩერე ხელოვნურად ძალით და საკუთარი ეგოს დაგმაყოფილებაზე ხარ გადასული და აბსოლუტურად მთელი ეს მართლა ძალიან აქტიური პროცესი ну, არ ვიცი, ნაგავს აყრელზე გადაყარე, ამას რა ქვია, არ ვიცი და ეს, ну, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროცესშიც რა თქმა უნდა, რაღაცა წლებით ისე უკან უნდა დავიწიოთ. ანუ ხერხულობის განცდა, როცა საქართველოს არ ვიცი, ლონდონის ბუქფეარზე თუ ფრანკფურტში ყანწით და ჩოხით და ჩურჩხელით არის, არ გეუფლება, არ მეუფლება, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ადამიანები, ვინც მან შეიძლება, ანუ გადაიკვეთონ და ამით რაღაცა ვთქვათ, ისიამოვნონ, ის ადამიანები ლიტერატურას არ ქმნიან. არც ბიზნესის სახით და არც შემოქმედების. ამიტომ ეს არ წარმოადგენს ჩემთვის საფრთხეს. შეიძლება ვიღაცა ტურისტმა, ვიღაცა დამთვალიერებელმა, რა თქმა უნდა, ისარგებლოს და ქართული ღვინოს დალიოს, მაგრამ ეს არც იმათაც არაფერს არ მოუტანთ. ანუ ამითი არც წიგნი ითარგმნება, არც არანაირი ანუ აბსოლუტურად ამაოა ყველა დროის და ფულის ხარჯვაა და ის რაზეც უნდა იხარჯებოდეს და რაზეც ფოკუსირდებოდეს ის ხმაც ნუ მაქსიმალურად რა ვიცი ვცდილობთ რომ მივაწვდინოთ, იმიტომ რომ იქ უკვე ნამდვილად სერიოზული ადრესატები არიან, ვისაც ეს ეხება და ვინც მართლა პასუხისმგებელია რაღაც პროცესებზე და ეს ბუტაფორიული რაღაც რეპრეზენტაცია, ნუ რაღაცნაირი ხო არ ვიცი, ცოტა სასაცილოა. და ხალხი რომელიც ამ ბუტაფორიულ წარმოდგენებში მონაწილეობს, რომ ემოციებს აღწრავს თუ არა? კი, სევდას, თუმცა ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცნაირად ანუ თავი შევიკავო ესეთ საჯარო გაკითხვებისგან, იმიტომ რომ მე არ ვიცი იმ ადამიანის ტვინში რა ხდება და რა უბიძგებს. ხანდახან გონია რომ ზოგს რაღაცა მართლა არ ვიცი თulis რომ გამოვალი მდგომარეობა აქ ან რაღაცით დამოკიდებულია ვიღაცაზე და ნუ ამის დიცულოვნება ალბათ ყველას არ შესწევს. ან შეიძლება ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც ამის ძალიან სჯერა და გონია რომ რაღაცა კარგი და ფასეული კეთდება. თუმცა ძალიან ეჭვმეპარება მაგაში. ხო, ეს ამბები მე მგონი შენს მიღმა, იმიტომ რომ ამ სივრცეზე დამოკიდებული არ არის, ხო, რას დაწერას გამოცემ და ასე შემდეგ, ანუ სრულიად არ ახდენს გავლენას, ხო, ეს ყველაფერი შესაბამისად მგონია, რომ უფრო თამამად თუ დისტანციიდან შეგიძლია ამ ყველაფრის ყურება და ამიტომ მაინტერესებდა, რომ აქაც უხერხულობის განცდა ჩოხისა და ყანწის განშემდგარი პრეზენტაციების და სტენდების გამო მე აქ ისეთია არტისტულ წრეებში თვალში საცემია ხო ბევრი განიცდის რომ ესეთი პრეზენცია აქვს დღეს ქართულ კულტურაში. არ არის ანუ მესმის ეს და მეც ხა მაგალითად მე მახსოვს რომ აი გავშდი რაღაცა 1-2 წუთი ეს ეკრანთან პარალიზებული ვიჯაკი, როცა დავინახე რაღაცა
ვიდეო იყო თუ ფოტოები აღარ მახსოვს მწერალთა სახლში რაღაცა წიგნის პრეზენტაცია და მე პლასმასის თებშები და გაშლილი სუფრა და ნუ რა თქმა უნდა შემაძრწუნებელია ეს მაგრამ იმდენად არასერიოზულია ეს ყანწი ჩოხა და მით უმეტეს ამ კონტექსტში ხელოვნების სფეროში და დარგში თან მით უმეტეს როცა უკვე რაღაცა კულტურული კავშირი შედგა და უკვე ასე თუ ისე გაგიცნეს და რაღაცა გადაკვეთა ქონდათ ჩვენთან ამ შემთხვევაში რომ ის ვერ არის კონკურენტუნარიანი, ანუ ის ვერანაირ რეპრეზენტაციას ვერ აკეთებს, გარდა რაღაცა სხვა დროში ჩარჩენილი, რაღაცა ნომენკლატურული, მართლა ცოტა საბჭოთა, აბსოლუტურად დროს ჩამორჩენილი რაღაცა, არც ვიცი რა დავარქვა, რა გონიათ, რა მოწონ თამაში. მაგრამ იმდენად აი რაღაცა გახუნებული საფოსტო ბარათივით არის, ანუ რაღაცა რეპრეზენტაციას უკეთებენ რაღაცას, რაც არც არსებობს და აღარ არსებობს, ან ალბათ არც არასდროს არსებობდა და ის ვერ გაუწე, ანუ იმის შიში ნამდვილად არ ამაქვს, რომ ისინი ახლა მართლა საქართველოს რეპრეზენტაციას აკეთებენ და ჩვენ იმიჯი არ გაგვიბუჭდეს, იმიტომ რომ ამას სერიოზულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადამიანები, ვინც ლიტერატურულ პროცესში სერიოზულად არიან ჩართულები ან თუნდაც რაღაც მხრივ საქართველოსთან მააქვს კავშირი, ისინი ამას სერიოზულად 100%-ით ვერ აღიქვევენ. და შესაბამისად ამაში მომავლის წინასწარმეტყველების სურათსაც ვერ ხედავ, ხო? შეიძლება ესეთი იყოს 10-15 წელიწადში. ამათვის რო ეს არის მომავალი, ანუ წარსულში დაბრუნება რო ამათვის მომავალი, ეს დიხანია უკვე ჩანს და არა, მაგ საფრთხეს რა თქმა უნდა ვხედავ. მაგრამ მე ვიძახით, მე ახლა ევროპელის თვალით ამ შემთხვევაში გერმანელი იქნება თუ ბრიტანელი თუ ჰოლანდიელი, იმის თვალით აღქმულ რაღაცას, ის რას ხედავს, აი ესენი რო ჩადიან თუნდაც ამ ლონდონში და აკეთებენ თქვა წიგნების და გარდაცვლილი ავტორების და ღვინის და ყანწის. აი მან ის რას დაინახავს, ამაზე ვსაუბრობ, თორე აქ შიგნით რაც ხდება და საფრთხე რომ არის და უკვე ძალიან ბევრი რაღაცა მაგ გახუნებულ საფოსტობა რაც დაემსგავსა, ეგ ფაქტია, ამას ვერ უარყოფ. ხო და რა არის ეგ რევანშის მცდელობა? თუ აი მასში დაბრუნების და უცხრომელი სურვილი წარსულში. სადაც პრივილეგიები განსაზღვრული იყო ვის როგორ ენიჭება. ხო, ნუ რაღაცა ტრანსფორმაციის, განვითარების შიშია, პირველ რიგში ალბათ ეგრე ვიტყოდ, იმიტომ რომ ადამიანები, ვისაც ეს ენატრება და აი რაღაცნაირად ამის ფეტიშირებას აკეთებს, გონია რომ არის ყველანაირი ცვლილების შიში, გონია რომ რაღაცა მოუწევს, სადღაცა ეს მთელი პროპაგანდაც ხო იმას ემსახურება, რომ გაირყვნები, წაილეკები, საფრთხეა, ეს საერთოდ უცხო და სხვა ხო ეს ნუ ძალიან ეს არ არის სამწუხაროდ მარტო ქართული ფენომენი. საერთოდ ადამიანებს გვახასიათებს და ეს მტრის ხატის შექმნა და აი იქ რაღაცა დაიღუპება იდენტობას დაკარგავ, ამას გიზავენ, იმას გიზავენ. შენ რო იდენტობა დაგაკარგვინეს 200 წელი და ამაში ხარ დღემდე, ეს არაუშავს, იმიტომ რომ ის შეგუებული ჭირია, იმას იცნობ. აქედან გამომდინარე, ანუ ესეც ფსიქოლოგიურია, ეს კარგად მუშაობს, ეს დაშინებები, აბა ომი გინდათ, ამანაც ძალიან კარგად ამ ნარატივმა იმუშავა, უნდა ითქვას. და თანას რაღაცა ნაცნობია, ჭაობია, მაგრამ ნაცნობია, იქ იცი არსებობის წესები, მოქმედების წესები, იმიტომ რომ ესე ოფიციალურად დარწმუნებული ვარ, თუნდაც ამ პარტიის ამომრჩევლები ახლა მე რო გავიდე ქუჩაში და გამოკითხვა ვაწარმოო, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ მეტყვის, რომ ესე ღიათ, რომ კი მე რუსეთი მინდა. აი ძალიან ეჭვმეპარება, რომ ვკითხო, რომ გინდა საბჭოთა კავშირი, გინდა სტალინიზმში დაბრუნება, გინდა რაღაც გულაგი. არ ამგონია რომ ვინმე ჭკუად ყოფილმა ესე ღიათ ეს თქვას, მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში მაინც მუშაობს ის ფაქტორი, რომ ის რაღაცა ნაცნობია, შენ თქმის არ იყოს, მე იქ რაღაცა პრივილეგიები, იქ რაღაცა სოციალური კლასი, ეს ყველაზე სასაცილოა, რომ ესეთ ყველაზე დაძმურ სისტემაში, რომელსაც კომუნიზმი ეწოდება, თანასწორობა სუფევდა იქ ყველაზე კლასობრივი საზოგადოება ჩამოყალიბდით, მაგრამ ნუ ეს სხვა თემაა. იმის თქმა მინდა რომ რაღაცას მისტირიან, რაც მათთვის ნაცნობია. ეს დაახლოებით როგორ რაღაცა, იცი, ადრე რო ყველაფერი კარგი იყო და რეალურად ადამიანს ის კი არ ენატრება, რომ მართლა ადრე კარგი კი არ იყო და გასტრონომი და 37 მანეთი, ის უბრალოდ ახალგაზრდა იყო და მაშინ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა, სხვანაირად უყურებდა რაღაცებს და იმიტომ ეჩვენება ეს კარგი. დაახლოებით ეგეთი რაღაცა აქაც, ეგ ფენომენი, ეს მგონია, ესე ვხსნია ხა თვითონ ზედა ეშალონებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ნუ აი ეს კატეგორია ადამიანების, რომლებიც აი მედროვეებს ვეძახი, მე აი აყოლილი ამ ტენდენციას და აბა ხო, ნუ ევროპას ისედაც არ უნდივართ და აბა ხო და იქ დაგვაკარგვინებენ წმენას და მამულს. თავისი პრობლემები აქვს თეთასი. ისე იგრძნობა გერმანიაში. ეკონომიკური კრიზისი და სასტიკი სიღარიბე. კი, ჩემი ფავორიტი ნიუსი იყო იმედის, რომ ყოველ მეორე, ანუ ყოველს პოპულარული სახელია მუჰამედი გერმანიაში, ხო, ეს გადასარევი იყო.
კრიზისი მე მგონი თელ სოფლიოში იგრძნობა, იმიტომ რომ რაღაცა პარადიგმების ცვლილების პერიოდი მგონია, იმიტომ რომ გადავხედოთ გლობალურად რა ხდება, ეს არ არის მარტო საქართველოში არსებული პრობლემები, ანუ აი რაღაცა გლობალურის ნაწილი ვართ ჩვენც, რაღაცა დიდი ძურებების აღზევებითა და ფაშიზმი, პოპულიზმი, მემარჯვენე ფლანგი, თუნდაც ამერიკაში რა ხდება, ხო, აი რაღაცა სიმართლის გამოდევა. კი ბატონო. და რაღაცა შავ-თეთრი სიმართლეები, ეს ბრტყელი რაღაცა გამოსავლის ძიება, რაღაცა, ხო, ნუ ეს პოპულისტების აღზევება და ასე შემდეგ. ეს სამწუხაროდ ჩვენც ამ გლობალური პროცესების ნაწილი აღმოჩნდეს. იგრძნობა, ყველგან იგრძნობა, რა თქმა უნდა. ამ კრიზისს არ გულისხმობდი. მარკეტში ფულში სურსათის ფული რო აყარდა, ჩაცაბრალო გერმანია, საწყალი გერმანია, ხო, ანუ შიმშილით გვდება ყველა და იდენტობა დაყარდეს და ხო, რა თქმა უნდა და იქ აიძულებენ ყველას რო სარწმუნოება დათმონდა, ესა ორიენტაცია შეიცვალონ სექსუალური და კი, რა თქმა უნდა. ეს იგრძნობა. ეს დაძაბულობა. მე წაგაშინებული ჩამოვედი ხა ძლივ საქართველოს ჩემი იდენტობა დავიბრუნე. ინა გავაფართავთ ცოტა პრიზმა ჩოხიდან და ჩურჩხელიდან. მე სულ ორი რამე მაინტერესებდა ხოლმე რო უყურებდი, რომ აი ნინოს ახალი წიგნი გამოიცა. ღმერთო ჩემო, რა ვხელა. და მე ბევრი ინტერვიუში ხსნი, რომ აი მაგალითად მე რო სიცოცხლე რო დაწერე, რომელიც იყო მე მგონი 1200 გვერდი, გითხრეს, რომ არა შეუძლებელია, ეს არავინ არ წაიკითხავს, ორ ნაწილად მაინც დავუყოთ, ხო? და ნუ ყველა შემდეგი წიგნი მთლად 1200 გვერდი არ არის, მაგრამ დიდი მსუყე და ბევრ ამბავს მოიცავს თავის თავში. და მეორე მხრივ ჩვენ ღმედიის ხალხი სულ მაგას უყურებთ და ყოველწამიერად რიცხვებში ვზომავთ, როგორ მართლა ხელშესახებია ყურადღების დეფიციტი, ხო, ადამიანებს უჭირთ კონცენტრაცია ერთ რამეზე და უნდათ რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება სწრაფად და ასე შემდეგ. ხოდა აი ჯადოქრობა სულ მაინტერესებს, ალბათ სამყაროში ერთ-ერთი ავტორი არ ხარ, რომელიც დიდი ტექსტებით ახერხებს ადამიანების გულის მოგებას და ტვინზე ზემოქმედებას, მაგრამ აი როგორ უყურებ მაგას, ამბავი მაინც მთავარია, რაც არ უნდა ქარიშხალი ტრიალებდეს სამყაროში. მე მგონია რომ ჩვენ საერთოდ ადამიანები აი ეს პირველად იყო სიტყვა, ამიტომ მომწონს ეს ჯერა ამის ხო. იმიტომ რომ ჩვენ ამბებისგან შევდგებით, ჩვენი კავშირი ერთმანეთთან არის ამბავი, გაზიარებული გამოცდილება, გაზიარებული ემოცია. ამიტომ ეს მგონია რაღაცა ისეთი ურყევი, რაღაცა მოცემულობა, რომელსაც სურო მილიონი, ანუ აბსოლუტურად AI-ის და დიგიტალიზაციის ეპოქაში, ანუ მაინც მგონია რომ ყოველთვის იარსებებს, ეს ჩვენ ყოველთვის დაგჭირდება ბერძნული მითოლოგიიდან დაწყებული, ბიბლიით გაგრძელებული, ანუ ამბებია, რაც ჩვენ თუნდაც აი პირველი ასე ის კიდე უფრო ძველია გილგამეშის ეპოსი, აი ეს ყველაფერი ხო რაღაცა უნივერსალურია. და ამ ნაწილში გადის რა თქმა უნდა ლიტერატურაც და მე ყოველთვის წამდა ამის მჯეროდა, იმიტომ რომ პირველ რიგში მე ამოვდივარ, ანუ როგორც მკითხველი, რომ აი რა წიგნის, როგორც წიგნის საკითხვა მინდა, რა მაინტერესებს მე, რა მიყვარს. და მე ჩემ თავზე რომ ვამოწმებ ამას, ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის აბსოლუტურად შეიძლება იყოს 80 გვერდიანი გადასარევი წიგნი და მთელი ცხოვრება ჩამრჩეს და მქონია ეგეთებიც და შეიძლება იყოს 1500 გვერდიანი და ასევე აბსოლუტურად მომაჯადოოს. ჩემთვის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი იყოს ამბავი და ამბავი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამბავს ასევე ჭირდება ფორმაც. ანუ შენ ყოველთვის უნდა მონახო ისეთი ფორმა, რომ ის რაც შენი სათქმელია, ზუსტად, ну მაქსიმალურად ზუსტად, რა თქმა უნდა, ამას 100%-ით ვერ გააკონტროლებ, მიიტანო მკითხველამდე. და ეს მგონია, რომ ძალიან ისეთი აი რაღაცა ისეთივე მოცემულობა თუ ისეთი ადამიანური მოთხოვნილება, როგორც ის რომ წყალი დავლიოთ და ვისუნთქოთ და ერთმანეთს ჩავეხუტოთ. ანუ რაღაცა ძალიან ეგზისტენციალურია, რომ ჩვენ აი ეს ამბებს უზიარებთ ერთმანეთს. ადამიანებიც კი რომლებიც შეიძლება წიგნებს არ კითხულობენ. ძალიან ბუნებრივი რაღაცაა, ამიტომ აქაც შეიძლება ძალიან ნაიურია, მაგრამ ყოველთვის აი ეს რომ იწყება ეს ყოველ წელს ახლიდან ეს დებატები, რომ საფრთხე ემუქრება ლიტერატურას და აღარავინ აღარ კითხულობს წიგნს და ასე შემდეგ. აი ყოველთვის ცოტა დამეტებული მგონია, კი, კონკურენცია გაზრდილია, რა თქმა უნდა, ყურადღება ძალიან ბევრ რაღაცაზე გადადის დღეს მეტად ვიდრე 20 ან 30 წლის წინ, მაგრამ ის ადამიანები მგონია, რომ ყოველთვის იარსებენ, ვისაც ეს ამბები უნდათ, ამის გაზიარება უნდათ და ის ამას ეძებს, ანუ მონახავს ამ გზას, რომ მივიდეს ამასთან. რაღაცა ფაზები არსებობს, უფრო მეტად გაინტერესებს, ხანდახან მეც მაქვს ხოლმე, რომ აი რაღაცა შეიძლება მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიკითხო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ძალიან ბუნებრივი ამბავია ჩემთვის, რომ პარალელურად სულ ვკითხულობ და მაგრამ არის ხანდახან ფაზები, როცა მეც მქონია, რომ აი აღარ მინდა და
რაღაცა ინფორმაციულ ვაკუუმშიც კი მინდა რომ მოვაქციო ხოლმე ხანდახან თავი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მე რაღაც მომენტში ისევ ეს შიმშილი გაიღვიძებს, ხო აი შიმშილი კაი სიტყვაა. მე მგონია რომ ჩვენ გვშია ადამიანებს აი ეს ერთმანეთთან აი ამ ნარატივებით და ამბებით შევკავშირდეთ. ამიტომ მე მჯერა რომ კი არ არის იმაზე დამოკიდებული რომ დიდი იქნება თუ პატარა, მთავარი იყოს კარგი და ხარისხიანი და იყოს რაც თავარია ალალი. ხო, ეგ მე მგონი მნიშვნელოვანი. ის გააქვს რომ მე უნდა მომწონდეს ამბავი, რომელსაც წერ წასაკითხად და ეგრე უნდა დავწერო. ანუ უფრო მაგაზე ფიქრობ ვიდრე იმაზე გლობალური ტრენდები რა არის, ყურადღების დეფიციტი თუ AI? გლობალური ტრენდები და აი მაგ მიმართულებით წერა არის ჩემთვის ჯოჯოხეთი და ნუ აი მქონია რაღაცა თეატრში შეკვეთა გამიკეთებია, მაგრამ არის ნუ აი ზუსტად ვიცი რომ წარმოუდგენელია, ვერასდროს ვერ გავაკეთებ. იქნება უხარისხო და ცუდი, იმიტომ რომ რაღაცა ახლა მე ვერ დავწერ თეთრდათვებზე, ალასკაზე და თუნდაც ყინულის დნობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად მნიშვნელოვანი თემაა და ყველას გვეხება, მაგრამ მე არ მაქვს პირადად ამასთან არანაირი კავშირი. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა დავწერო, ეს იქნება რაღაცნაირი ესეთი ცოტა დიდაქტიკური და ნუ არაფასეული ჩემთვის. ამიტომ ყოველთვის ამოვდივარ ძალიან ეგოისტურად, მე რა მაინტერესებს, მე რა მაწუხებს, მე რაზე ვფიქრობ. იმ და მე იმის იმედით, რომ ის, რასაც მე ვფიქრობ და რაც მე მაინტერესებს, ალბათ სხვასაც დაინტერესებს, თუ მე ამას შევძლებ, რომ სწორი ფორმით მივაწოდო. ეს არის ყოველთვის ჩემი ამომავალი წერტილი და არასდროს ის, რომ ახლა მოდაშია ეს. პირიქით, მე ცოტა ანტიტენდენციებიც მაქვს, მე ყოველთვის აი რაღაც მოდურ ლიტერატურას ვებრძოდი, აი თუნდაც იმით, რომ გერმანიაში ხომ როცა დავიწყე წერა და გამოქვეყნება, ძალიან არა მოდური იყო ეს storytelling-ი რა, ანუ უფრო რაღაც ექსპერიმენტული, უფრო ხო, უფრო რაღაცა წინა საუკუნის იმათ პრეროგატივად მიიჩნეოდა და მე პირიქით სულ მქონდა ამაზე პროტესტი, რომ რას ნიშნავს, ანუ ვინ მიწესებს რა არის კარგი ლიტერატურა, ანუ ვინ მიწესებს რა თემაზე უნდა დავწერო, რა თემაზე არა, რატო არა. იმიტომ რომ ლიტერატურაში მეც პირადად ასევე როგორც ვკითხულს, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მართლა უმეტესად მაინც თანამედროვე ლიტერატურას ვკითხულობ, მაინც მგონია, რომ ის წიგნები, რომლებიც ჩემთან რჩება და რაღაცები საერთოდ მავიწყდება, რომ წაკითხული მაქვს, არის ყოველთვის იმ დაგვარი და ის წიგნები, რომლებიც ჩემთვის უნივერსალურია, რომელიც არ არის რაღაცა ტენდენციურია, ეხლა რომ ეს მოდაში იყო, ეხლა რომ ეს თემა იყო აქტუალური, ამაზე რომ დაიწერა, ეგეთი წიგნები დროის მიერ იფილტრება და იკარგება. ასე რომ მაგაში ძალიან დარწმუნებული ვარ და კი არა ძალიან ეგოისტურად ვდგები, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა მე ეს ახლა იმაზე ფიქრით, რომ ვის რა მოეწონება და აბა ახლა ეს გაიყიდება თუ არა, ნუ გამორიცხულია, დავიბლოკებ. ეხლა კი ხარ უკვე შემდგარი და პოპულარული და ასე შემდეგ ავტორი, მაგრამ აი პირველ წლებში თუ პირველ რომანებში არ ითვლებოდა ეს თავხედობად, როცა ამბობდი, რომ აი ვინ მიწესებს რა უნდა დავწერო და თქვენ რა იცით, რომ რა ხელა უნდა იყოს ჩემი წიგნი, მე უკეთ ვიცი, იმიტომ რომ დამწყები ავტორისთვის მგონია რომ რთულია ამ ტიპის კომუნიკაცია გარესამყაროსთან და აგენტებთან და გამომცებლებთან. ძალიან რთული იყო მე მაშინ არც აგენტი მყავდა არც არავინ. პირველი რომანიც იყო რაღაცა ცოტა გიჟური ფაბულა და ვერ გაიგეს რა ჟანრია და იყო დიდი, ანუ 4 წელი ვეძებდი გამომცემელს, 4 წელს კარებზე უკაკუნებდი. მაგ პერიოდში უკვე თეატრში მუშაობდი და თეატრის გამომცემლობა მყავდა, მაგრამ ის აბსოლუტურად დაყოფილია ლიტერატურის იმისგან და ნუ აი ვერაფრით ვერ და სულ ის იყო, რომ აი რა არის ეს რა ჟანრია, როგორ უნდა გავყიდოთ, როგორ უნდა შევფუთოთ და ასე შემდეგ. კი, ძალიან რთული იყო ეგ მაგ პროცესებმა ძალიან ბევრი რაღაცა მომცა, ეგეც უნდა ითქვას, რთული იყო. წინდა ხშირად ასევე, იმიტომ რომ ნუ შენ ესეთ რაღაცა ქარის წისქვილებთან ბრძოლაში რო შედიხარ, უნდა იყო იმაზე წამსვლელი რო გატკენენ, უნდა იყო იმაზე წამსვლელი რო არ ყოფენ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ნუ რაღაცნაირად არ ვიცი მზად ვიყავი ამისთვის. იმიტომ რომ აი რაღაცაში ძალიან დარწმუნებული რო ვარ, როცა ეს რაღაცა თვისებაა ესეთი, რაც არა მაქვს საერთოდ ეს პირად ცხოვრებაში და ადამიანებთან მიმართ იქ პირიქით სულ ეჭვები მაქვს და სულ რაღაცა ფრთხილი თუ არ აღჭურვილი, მაგრამ აი საქმეს და რაღაცა შემოქმედებას რაც ეხება, თუ რაღაცაში ვარ დარწმუნებული, ვარ აი ძალიან არც მეშინია და არც აი ვერ მომაყანყალებ. რაც არ უნდა თავდაჯერება იყო ეგა, რამაც 4 წელი იკარებზე გაკაკუნები. ხო, არ ვიცი, ერთხელ საერთოდ არა მაქვს ეგ რო აი ცხოვრებაში ვისურვებდი რომ ეგ ნაწილი ჩემს პირად ცხოვრებაში უფრო მეტად მქონდა სამწუხაროდ არა მაქვს, მაგრამ აი იქ რაღაცა რწმენა, აი ვიცი რომ ამას ის კი არა რომ კარგია თუ ცუდი, ვიცი რომ ამას უნდა მიეცა შანსი.
და მე რა გავიგებთ კარგია თუ ცუდია, მაგრამ ის რომ ამ შანსს იმსახურებს, ეგ ვიცოდი და ეხლაც ვიცი, როცა რაღაცის მე თვითონ ვარ დარწმუნებული, ყველა ტექსტზე არ ამაქեք და ყველა ჩემ რაღაცა არ მიმაჩნია, რომ ეს რაღაცა ძალიან ყველაფერი ფასეულია, მაგრამ რაღაცები რაც ვიცი, რომ ჩემთვის ფასეულია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაღაც პროცესები გავიარე და სადაც ძალიან ალალი ვიყავი და სადაც მართლა რა ვიცი, რაღაცა მთელი სული და გული ჩავდე. რო სიცოცხლე იცხოვრე. ვიცი რომ ეს ღირს, ანუ ამის შანსი უნდა მომეცეს და მან რაღაცნაირად ესეც ცოტა შეუპოვარი ხდები, რაც ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ ეს რა ძალიან გაურებული ვარ. ჩემს ყოფაში ეს არ მაქვს. ნინო, მე მახსოვს დრო, როცა ახლა ბევრი კერძო ყველაფერი ნათარგმნია ქართულად, მაგრამ როცა ჯერ არ იყო ქართულად ნათარგმნი, ნინო ხარატიშვილის წიგნები და ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს არის ქართველი მწერალი და უფრო სამართლიანი იყო, თქმულიყო, რომ ეს არის გერმანელი მწერალი, იმიტომ რომ გერმანულად წერ, გერმანული აუდიტორია იღებს პირველად ამ პროდუქტს და ანუ გერმანია, მოკლედ, შენ ლიტერატურული სამშობლო, ხო? ვინ არის შენთვის ეგეთი ავტორები, რომლებიც არაფესვებით გერმანელები არიან, მაგრამ თავისი ქვეყნების გამოცდილება ამ გერმანულ პრიზმაში გაატარეს და დღეს გერმანულ თანამედროვე ლიტერატურას ქმნიან. ძალიან ბევრი ეს დაიწყო უკვე 70-იანი 80-იანი წლებში. ქართული ლიტერატურა მაინც ძალიან ის არის, ხო, ერთგვაროვანი ქართველი ავტორები არიან ქართულ ლიტერატურაში და ხო, პატარა ქვეყანა, ენა პატარა და ასე შემდეგ. და ეს დიდ ქვეყანაში მე საინტერესო ამბავი მგონია, ხო. ძალიან ბევრი თანამედროვე ხაი ჩემი თაობის და ჩემზე პატარებიც ახლა ძალიან თავიდან ცოტა ისე რთული სახელია, მოდი ასე ვიტყვი, რაღაც მიგრანტების ლიტერატურას ესე ეძახდნენ, ადრე იყო guest worker-ებად რო ჩამოდიან განსაკუთრებით თურქი ავტორი, ან თურქი ადამიანები და იმათი შთამომავლები, მეორე თაობას, მაგათმა დაიწყე, მაგათმა გახსნეს თითქოს და მე უკვე ის პოსტსაბჭოთა 90-იანები 2000-იანებში ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა უკვე იმ ბავშვების, რომლებიც მიგრანტების მშობლები, მაგრამ გერმანიაში გაიზარდნენ და ფაქტიურად მშობლიური ენა გახდა მათთვის და მან ძალიან ბევრია დღესაც კი. თუმცა მე აი რაღაცა ყოველთვის მაგ ნაწილში და ძალიან ბევრი ამაზე საუბრობს და ამაზე წერენ და აი ამ რაღაცა გაორებაზე და იდენტობაზე და რაღაცა და მე ცოტა პრობლემა მაქვს ხოლმე, ასევე პრობლემა მაქვს მაგალითად ქართულში საბედნიეროდ ჩვენ არ გვაქვს სქესი, მაგრამ აი გერმანულში ან იგივე ფრანგულში, ნუ ყოველთვის არსებობს რაღაცა ხალი ავტორი და კაცი ავტორი და ეხაც როცა ვთქვათ ვაკეთებთ რედაქტირებას მე ყოველთვის ვებრძვი ამას არასდროს არ დავწერ ხალი ხელოვანი რომელიც ერთ სიტყვაში იჯდება გერმანულში პატარა იმას მიუდგავ en2 ის არის და ეს დაბოლოება უკვე განიშნებს რომ და ეს არის დღესდღეობით ითვლება პოლიტკორექტულად ეს რომ უნდა გააკეთო და მე ვებრძვი ამას იმიტომ რომ სულ გძალავ რომ არა არსად ამას არ გამოვიყენებ იმიტომ რომ არ მგონია რომ ამით ის მიზანი ავტორად კი, ავტორად ანუ არასდროს არ გავავლებ ქალის ნიშნის გარეშე. ხო, ქალის ნიშნის გარეშე. იმიტომ რომ წესით ეს კეთდება კეთილის რახვით, მაგრამ არ ამგონია რომ იმ შედეგს მივაღწევთ, რაც გვინდა, იმიტომ რომ წესით იგივე მიგრანტების ლიტერატურიდან საიდანაც გადმოვედი, მაგრამ დაახლოებით ერთი თემა იდეალური საზოგადოება მაქრივ იქნებოდა, რომ არ აღინიშნოს ქალია თუ კაცი, არ აღინიშნოს საიდან თურქია თუ ბალკანელი. და ჩვენ თუ მაგისკენ ვილტვით და ეგ არის ფინალური მიზანი, რაც ჩემთვის არის, მაშინ აი ეს უნდა გაქრეს, აი ეს ყველანაირი გამორჩევა, იმიტომ რომ მე ასევე არ მინდა ჩემი აი ამ რაღაცა ამას ვერ მოვიშორებ, არც მინდა მოშორება, ანუ იმაში კი არ არის საქმე, რომ მე რაღაცა მომენტში მინდა ანუ არ ვთქვა, რომ ქართველი ვარ, მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩემი ლიტერატურა მარტო ამ ნიშით და ამ პრიზმაში განიხილებოდეს, ანუ მე მინდა გლობალურ რაღაცებზე წერა და რა თქმა უნდა ეს ჩემი ბექგრაუნდია და ჩემი იდენტობის ნაწილია, ასევე როგორც არ მინდა ვიყო ხალი ავტორი, იმიტომ რომ ეს არის მაინც რაღაცნაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება თუ მოპყრობა, ანუ უკვე ავტომატურად რაღაცნაირი ნიშური ამბავი იწყება და ამას მე ძალიან ვებრძვი, იმიტომ რომ მგონია რომ აი მართლა ტოლერანტულობა იქნება თუ ყველანაირი გახსნილობა საზოგადოების თვალსაზრისით და კი ახლა რა შედარებაა გერმანია ბევრ ნაწილში რა თქმა უნდა ძალიან გახსნილია მოხდება მაშინ როცა ამას უკვე ხაზი აღარ გაესმევა და ეს არ იქნება 24 საათი რაღაცა თემა და მე რომ ავტორმა როგორც ახლა ამას კიდე ამ ცეცხლს ნავთი დაუსხა და სულ ამაზე ვილაპარაკო და ამ პრიზმაში ვატარო რასაც ვთქვათ ბევრი აკეთებს მგონია რომ ეს არ მიიყვანს იმ შედეგამდე ანუ იქ ვერ მივალ სადაც მინდა რომ მივიდა ხო და ჩემი აღქმა ის არის რომ ხარ გერმანელი
მიგრანტული ავტორი, რომელიც მიგრანტი ავტორის სტატუსს არ ატარებს და სწორი აღქმა, ეგ არ შეიძლება ამ ძალისხმევის შედეგია, რომ ქალის აღნიშნული ნიშნები არ ქონდეს და ხაზგასმული არ იყოს, რომ მიგრანტი ხარ, მაგრამ აი გარედან ყოველ შემთხვევაში ეგრე ჩანს, რომ სრულფასოვანი თუ სრულუფლებიანი გერმანელი ავტორი არის ნინო ხარატიშვილი, რომელიც ხოქმნის თანამედროვე გერმანულ ლიტერატურას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამ ამბავში. ამასობაში ვიტყოდი რომ კი და ჩემი მხრიდან ამის ართქმა იქნებოდა უმადურება, მაგრამ მე ძალიან ცნობიერად და ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე ამაზე, რომ არ ყოფილიყო. ანუ ამ ნაწილში ძალიან ცნობიერად გადავდგი რაღაც ნაბიჯები, რაღაცა თემებზე არ ვილაპარაკე, რაღაცა თემებზე ვილაპარაკე, ანუ აქ ძალიან გაცნობიერებული მქონდა, იმიტომ რომ ზუსტად ეს ქალი ავტორი და მიგრანტი აი ეს რაღაცა ნიშიდან გამოსვლა მინდოდა. იმიტომ რომ სულ ეგ პრობლემაა, მით უმეტეს აი ჩვენი პატარა ქვეყნებისთვის და ეს რაღაცა ის სულ რაღაცა ნიშაში რჩები და ჩვენ თუ და თითქოს ადგილია განსაზღვრული, რომ თქვენთვის აქ არის. თქვენთვის აქ არის და ეს რაღაცა წარმოდგენაც, მაშინაც კი აი მაგალითად ძალიან ხშირად ძალიან დიდი პროტესტი მქონდა ხოლმე ამაზე, რომ აი ძალიან ხშირად ისინი ამბობდნენ, რომ ნინო აი როგორი ემოციური ხარ, ანუ ნაწერიან დადგმა. და ის ამას არ გულისხმობს კომპლიმენტად, მიუხედავად იმისა, რომ კომპლიმენტად გეუბნება, იმიტომ რომ ემოცია მაინც სადღაც ქვეცნობიერად აღიქმება უფრო ნაკლებად ფასეულ ვიდრე ინტელექტი. უფრო პირველყოფილ ხასიათებლად. უფრო პირველყოფილი და უფრო ბარბაროსი და უფრო ცოტა ნაკლებად ცივილიზებული, იმიტომ რომ დასავლური კულტურის მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს და ჩვენს ხელთაა, მათ შორის ემოციებსაც, თუმცა ეს ყველას აკლია, მე ესე ვიტყოდი, უბრალოდ არ აღიარებენ და ძალიან ბევრი წელი დამჭირდა სანამ ეს გავაანალიზე, იმიტომ რომ ისინიც კი ვერ აანალიზებენ ამას, ეგ არის პრობლემა და აი ხა მაგალითად რა ბოლო 3 წელი რა რომანზეც მუშაობდი, ზუსტად აი ამ თემებზე მინდოდა საუბარი. ოღონდ ისე არა რომ ვიღაცისთვის თქვა თითი გამეშვირა ვიღაცაზე და მე თქვა რომ ეს თქვენი ბრალია, ეს ჩვენი ბრალია. ხო, იმიტომ რომ და მე დავიწყე ამის გაანალიზება, იმიტომ რომ იმასაც აზრი არ აქვს, რომ დაიწყო რომ არა იცი არა ვარ და თავი იმართლო და რაღაც, ანუ როგორ უნდა შევქნათ ცნობიერება რაღაცების, რასაც მეც რაღაცა ნაწილში მეც ვაკეთებ ამას, ანუ იერარქია კაცობრიობის ისტორიაში ვერ აღმოიფხრა. მაინც სადღაც ყოველთვის არის ეს, რომ აი რაღაცაზე ზემოთაა, ვიღაცა ჩემზე დაბლა უნდა იდგეს, რომ მე თავი უკეთესად ვიგრძნო. ეს ძალიან სევდიანი ადამიანური თვისებაა და კი, ძალიან მართლა ვიბრძოლე მაგისთვის და ეხლა ამასობაში ხო, თუმცა ძალიან სასაცილოა მე რომ დავიწყე გამოქვეყნება პრესაში იწერებოდა ქართველი ავტორი, მერე გავხდი ქართველ-გერმანელი და აი მერვე სიცოცხლეს მერე, რომელიც 1200 გვერდით საქართველოს ეძღვნება, გავხდი გერმანელი. ანუ დავიმსახურე, ავმაღლდი, ხო. 4 წლის გაკვდის და 1200 გვერდის მერე. ხო, ეგ უცნაურია. და ვინ არის ამ მიგრანტი ავტორებიდან, ვინც შენთვის საინტერესო ლიტერატურას ქმნის? ბევრია საინტერესო, კატია პეტროვსკაია, მეგონი თბილისში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი, უკრაინელი ავტორია, უკრაინელი წარმოშობის, ხო, საინტერესოა ნამდვილად. ალინა ბრონსკი ერთი ეგეთი, უფრო აბას კიდერი ყავთ კიდე, ის ძალიან ისეთი ისტორიაში დამბეჭდავი, იმიტომ რომ ერაყიდან არის და ის უკვე პატარა კი არ ჩამოვიდა, ნუ გვიან გამოიქცა, მოუწია ჯერ რაღაც დაჭერილი იყო და მერე გამოიქცა და ფაქტიურად იმისთვის, რომ თავის ისტორია მოეყოლა, ისწავლა გერმანული ენა. და ძალიან უნიკალური ამ რაღაცა, თან ძალიან ისე იუმორისტულად ყვება ამ ყველაფერს და ხა ეგ ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხა ჩემ შემთხვევაში სხვანაირ მე ბავშვობიდან ვსწავლობდი და მე ამისთვის ესე არ მიწვალია და მე თან ისიც არ მქონდა რომ მოთქო ჩემი ენა ჩამიკლეს და მე სხვა ენაზე მომიწევს. და ნუ რამე უდიდესი კატასტროფის გამოც არ გადასახლებია ხარ. ხო, აბსოლუტურად, ან ჩემ შემთხვევაში ეს უფრო რაღაცა არჩევანი იყო, ვიდრე რაღაც გამოუვალობა, მაგრამ ბევრია ახლა ესე ხო, ძალიან ბევრი ფატმა იდემირი მახსენდება კიდე. ყველა დაახლოებით ჩემი თაობა, ან ჩემზე ოდნავ უფროსები, აი ეს პოსტ ხო საბჭოთა და ეხლა ძალიან მაინტერესებს ახლა კიდე რა ტენდენცია წამოვა. მაგრამ ეგ მაინც სადღაც რჩება, იმაგას გულისხმობ, ეგ მაინც ეს რაღაცა ნიშაში რჩება ეგ ლიტერატურა და ეს არ მომწონდა მე არასდროს, ანუ აი ზუსტად ეს მიგრანტული და ეს თემები, მაგრამ ნუ კვოტების მომხრეც არ ხარ ხო ქალების პოლიტიკაში. გააჩნია სად, აქ ვარ. ისე ზოგადად არა, მაგრამ რაღაცა კონტექსტში და რაღაცა მოცემულობაში და რაღაცა საზოგადოებაში, სადაც უბრალოდ შანსი არ მოგეცემა, როგორც ქალს, მან ალბათ ჯობია რომ ეს კანონმაც არ აგულიროს და ცოტა წახალისება კონდეს და ისე საერთოდ ხო კარგი იქნებოდა რომ არ გჭირდებოდეს კვოტები.
ახლა გადავალ მეორე ჩემთვის დიდ თემაზე, ბავშვებზე, იმიტომ რომ ვინაიდან პატარა შვილები გყავს, იმ თაობის, რომლებიც ჩემი აზრით ბევრად და არა მარტო ჩემი აზრით, დადაკვირვებით ბევრად ნაკლებს კითხულობენ, ვიდრე ჩვენ ვკითხულობდით მათ ასაკში. როგორ უყურებ მაგ ამბავს? არ ვიცი, კითხულობენ ჩვენი გოგოები. აი ხა ნელა ან მე უკითხავ ეს ჩვენი რაღაც ტრადიცია არ არის მარტივი ვაღიარებ იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს კონკურენცია ეს ტელეფონები და კომპიუტერები და Netflix-ი და Disney და მე მაგალითად ვკრძალავ ამ ტელეფონებს მაგრამ რა მომენტამდე შევძრებ ამას არ ვიცი საერთოდ არა აქვთ არა აქვთ და რა თქმა უნდა ეს იზრდება რომ მინდა და სხვასაც აქვს და ანუ თლათ ისიც არ მინდა რომ იზოლაციაში მოვაქციო და გავრიყო თავისი თქვათ სამეგობრო ჯგუფიდან მაგრამ ნუ ჯერჯერობით სკოლაც მიწყობს ხელს იმიტომ რომ ხო მაგრამ აი განსაზღვრულად შეუძლიათ YouTube-ზე რაღაც გადაცემას უყურონ რაღაცა მათ შორის ჩემი უფროსი გოგო რაც მომწონს უყურებს რაღაც შემეცნებით საბავშვო გადაცემებს ასევე რა თქმა უნდა მულტფილმები და ასე შემდეგ მაგრამ აი ახლა რაღაცა შევეპარეთ თითქოს კომიქსებს რო თვითონ დაიწყოს. ანიმაცია ჭირდება, ესე ვერ ვიტყვი რომ ხა, მაგრამ მე სულ აი რაღაცნაირად ვცდილობ რომ აი ძალიან დემონსტრაციულად წიგნით დაუჯდე წინ, რომ აი რაღაც როლ მოდელის ფუნქცია შევასრულო, მაგრამ რა თქმა უნდა ისეთი აღფრთოვანები ჯერ არ არის როგორც ვთქვათ ეს ამას იწევს თუნდაც რაღაცა მულტფილმი თუ გადაცემა მაგრამ სადამდე შემიძლია რომ ეს შევაკავო ვცდილობ რომ გავაკეთო და ძალიან დიდი იმედი მაქვს ესეც ისეთი რაღაცა ისიც არ მინდა რომ ამ დაძალებით შევაძულო მაგრამ ვატყობ რომ აი ცოტა სხვა რაღაცა აი პეპი გზელწინდას უკითხავ და მე ვგიჟდებოდი ბავშვობაში ამ წიგნზე მაგრამ ვატყობ რომ აი რაღაცები დროა შეცვლილი და ისედაც ახლა მიუხედავად რომ კლასიკა და გადასარავი წიგნია, მაინც რაღაცები მოძველებულია თუ უკვე ისე აღარ ესმის. ანუ მაინც ბევრად სწრაფად განვითარებად დროში იზრდებიან და ძალიან რთულია აი ამ რაღაცის როგორ თქვა რაღაცა რაც ესეთ კონსტანტური ან კონსერვირებულია ამის სწორად მიწოდება. და მე ძალიან შეცნობაში ვარ ესე ვთქვათ, რომ აი რა გზები მაქვს კიდე, რითი შემიძლია მოვაწონო, რითი შემიძლია დავაინტერესო, იმიტომ რომ ესე თვითონ რო კონდეს არჩევანი, რა თქმა უნდა, წავა და რა ვთქვათ, რაღაცას უყურებს და სულ უხსნი, რომ ეგეც კარგია, კი ბატონო, გააკეთე, მეც მიყვარდა შუქი თუ მოვიდო და ოდესმე ტომი და ჯერის ყურება, მაგრამ სულ უხსნი, რომ იმაში არ არის საქმე, რომ ცუდია რაღაცის ყურება, უბრალოდ წიგნი ამ შემთხვევაში მის ფანტაზიას ამუშავებს. იქ აქტიურად უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ აქტიურად უნდა წარმოიდგინოს რაღაცები და აქ მზამზარეულად ერთვება, რაც მესმის, რომ კომფორტულია, მაგრამ ნუ ცოტა ტვინსაც აბლაგვებს. იცი რა მაინტერესებს გონია რომ შესაძლებელია ამ ბავშვებმა ისეთივე გზნებითა და თავდავიწყებით გადახდნენ წიგნებში როგორც ჩვენი თაობისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო არანაირი ძალისხმევა არ გვჭირდებოდა იმიტომ რომ შუქი მართლაც არ მოდიოდა სხვა გასართობი არ იყო ხო ანუ მიღწევადი მისია ეს იცი რა ეგეც ის არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენ თაობაში არის ეს გულებთან ბრძოლა და მიღწევადია უბრალოდ ის ადამიანი ყოველთვის რაღაცა წიგნთან მიდიხარ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს გონია რომ ყოველთვის იარსებებს მკითხველი, მაგრამ ჩვენ თაობაშიც ვერ ვიტყვი რომ ყველა კითხულობდა. ანუ ვიღაცა კითხულობდა, ვიღაცა არ კითხულობდა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, კონკურენცია, ანუ ბევრი მართლა არაფერი არ ხდებოდა და რა უნდა გაკეთებინა. ხო, და აქედან გამომდინარე, ნუ გასაგებია, რომ ეხლა უკვე კონკურენციაა გაზრდილი და უფრო რთულია თითქოს აქამდე მიაღწიო, მაგრამ თუ ერთხელ ჩაავლე და მართლა შეხვედი ამ რაღაცა მაგიაში თუ ჯადოსნურ სამყაროში, ოღონდ უნდა დაგაინტერესოს უნდა მართლა ის სწორ დროს აღმოჩნდეს სწორ ადგილას იმ წიგნით. ყოფილა მაგალითად წიგნი რაღაც დამიწყია და არ მომწონებია და მე 10 წლის თავზე აღმომიჩენია ახლიდან და მან სულ სხვა ვნებით წამიკითხავს. ამიტომ იმედი მაქვს, არ მინდა მთლად ესე ხელი ჩავიქნო, იმიტომ რომ ამ თაობაშიც იქნებიან და იარსებებენ დარწმუნებული ვარ მკითხველები, მაგრამ ყველა რა თქმა უნდა ვერ იქნება, ვერც ადრე იყო და ვერც ალბათ ეხლა, მაგრამ მე როგორც შაბალს მაქვს ეს ვატყობ, რომ აი ძალიან ღელავ ამ საკითხზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ წარმომიდგენია, რომ იმიტომ კი არა რომ ხა მე წიგნებს ვწერ, უბრალოდ როგორც მკითხველს ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემ შვილს ეს თუნდაც ის რომ მე ვერ გაუზია, რომ მას ეს ჩემი პასია თუ ნება, ანუ ძალიან ეს ჩემი, არ ვიცი, ჰობი ძალიან დამენანებოდა ეგ, როგორც ვთქვათ, იგივე დამოკიდებულება ქართულ ენასთანაც, რომ უნდა იცოდნენ. მე ხა ილაპარაკებენ თუ არ ილაპარაკებენ, მათი არჩევანია, მაგრამ უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ მე
ჩემ მშობლიურ ენაზე ვერ დავალაპარაკო მათ. ამიტომ აი რაღაცეები არის, სადაც ჯერჯერობით სანამ აქვს ამის უფლება, არჩევანს არ ვაძლევ, რომ ესეა და მორჩა. და პირველი წიგნი, რომელიც შენ თვითონ წაიკითხე, ეგ რა იყო? ბერძნული მითოლოგია. ძველი დღემდე ვგიჟდები ვაფრენ და სხვათა შორის აი მაგით ძალიან აღფრთოვანდნენ ესენიც, იმიტომ რომ მე თვითონ ისე ავგიზგიზდი ეთყობა, რომ ესეთი მიყურებდნენ. იმიტომ რომ გამახსენდა მთელი ეს ჩემი ბავშვობათან ეს ილუსტრაციები, ეხლა სხვა წიგნი გვაქვს, რასაც უკითხავდი, ლამაზი გამოცემაა, ჩვენი რაღაც ძველი იყო, მაგრამ მახსოვს იქაც რაღაც ილუსტრაციები იყო. ძველი რაღაც რუსული საბჭოთა გამოცემა იყო და აი გიჟდებოდი მაგაზე და ეხლა შემიძლია ესე სამოგიდო წიგნად ნებისმიერ დროს გადავშალო და ვაფრენ აი რაღაც ყველაფერი ლოგიკურია, ყველაფერი ახსნილია, ყველაფერი რაღაცნაირად და თან დრამატული და თან ხო და სხვათა შორის რაღაცნაირად ამყვნენ ესენიც და ძალიან გამიხარდა რომ მეთქვი ოკეი. და ის გასართობი არ გაქვთ რომ რომელიმე ღმერთი ან ქალღმერთი რომელიმე ნაცნობ რეალურ ადამიანს შეუხამოთ ვინ იქნებოდა ой, кай идея მომაწოდე, არ მიფიქრია მაგაზე არაჯერ არ გავუკეთებია, მაგრამ кай idea. და პოლიტიკოსებს ხორში ახამებდი. აი ვინ გიყვარს ყველაზე მეტად ვითებიდან? ვითებიდან, აი მართლა გიჟდები იყო. აი ზევსი ვინ იქნებოდა დღეს? პოლიტიკოსებიდან? ой, ზევს ტრამპი მოუხდებოდა. და ათენა? მარგარეტ ტეტჩერი ვერა, ახლა ვფიქრობ ქალებიდან. არც ინდირა განდი. გამიჭერდება უნდა დავფიქრდე. ვიღაცა უფრო ალბათ დედოფალი. რაღაცა მარიამ სტიუარტიან, პირიქით ელიზაბეტ, აი რაღაც უფრო ეგ მაგ ეპოქიდან. ელიზაბეტი შეიძლება. ელიზაბეტ, ხო, მარიამ სტიუარტი არა, ის უფრო ის არის, მე ამბოხე. ხო, ალბათ უფრო რაღაცა ეგეთი. ინგლისური კარის, ხო, მოუხდებოდა. და ისა აფროდიტაზე არ მკითხავ. რატო? ეგ ალბათ ვიღაცა ესეთი პოპულარსკლავი ან მსახიობი. და ქვესკნელის ღმერთი? აჰა, ქვესკნელის ღმერთი ცალსახად პუტინი. ომის მაშ? ომის არესი ვინ იქნებოდა? უფრო ახლო აღმოსავლეთი. ნეთანიაჰუ? ეგაც კაი ვარიანტია, ან ისა სირია რა ქვია, მაგრამ არა ეგ მაგას რაღაც კალიბრი არ ყოფნის, რაღაც გასაქანი. ჰედონისტი ღმერთი რომელია? დიონისე? ხო, დიონისე. მან დიონისთან ორივე აიცი, აი რაღაცა ნახევარ წელს ატარებს ზუსტადაც ჰადესში და რაღაცა დაკუწეს და მერე შეკრეს და ნუ მან დიდი ამბავია. ამიტომ არ არის ცალსახად მარტო ეს ღვინოხალები და დუდუ. ხო, ანუ რაღაცა ცოტა ის დარკნესიც და სიბნელეც მოძდევს და ამიტომ ხო ფიქრობ ვიღაცა ისეთი უნდა იყოს, ანუ თან რო გიზიდავს და თან რო ცოტა ტოქსიკური. ტოქსიკური მასკულინური, მაგრამ ესეც საინტერესო. და ჰერა? მე ჰერა მიყვარს. თავისი ინტრიგებით. ინტელექტუალი ქალი. ხო, ცოტა იმებს რომ ვიცი რაღაცა ეკატერინა მედიჩი ან რაღაცა. მე ნარჩოზე გამსახურდია არა. ჰერა. გადასარევი შედარება. ბევრ ინტერვიუში ამბობ და მათ შორის ჩვენ ეხო კავკასიასთან რამდენიმე წლის ინტერვიუშიც რომ რაც რო გადის უფრო და უფრო ქართველდებიო. ხო, როგორ ქართველდები ეგ არ მაინტერესებს, უბრალოდ ეგ გონია. ანუ გასაგებია რომ გიყურებთ ცხადია, ხო, რასაც გულისხმობ. უბრალოდ გონია ბუნებრივი აღწერა იმ პროცესის, სადაც ემიგრანტი გადის ჯერ თავის რაღაცა ნაწილებს ცდილობს რომ შეახაბოს გარემოსთან კამელეონივით და არ იყოს განსხვავებული და რაღაცა დროს მე მგონი ეგ ზრდასრულობის ამბავიც არის. ხვდები რომ შეინძალა ზუსტად ამ შენ ინდივიდუალიზმსა და საკუთარ გამოცდილებებშია, ხო? აი ეგ რო ქვეყანაზე გადავიტანოთ, ხო? საქართველოს მაგალითად, რომელიც ახლა გაჯიუტებულია, რომ არ მინდა ვიღაცების
მოთხოვნები შევასრულო და ისეთი უნდა ვიყო, როგორიც მე მინდა რომ ვიყო, ხო? აი წარმოგიდგენია პირველი წლები ევროკავშირში წევრობის, თუ კი ეგეთი დრო დადგა, როგორი იქნება, როცა იმიგრანტივით ადაპტაციის პერიოდს გადის და მერე უბრუნდება და უფრო თავის თავში ბრუნდება, ხო, აი ამ საბჭოთა პროპაგანდისგან შექმნილ მითს იფერთხავს და ასე შემდეგ. თავისუფლების გემოსიგებს. თულია როგორ წარმომიდგენია? იცი რა არის რაღაცა ნაწილში რა თქმა უნდა მტკივნეულია თუ არა მტკივნეული და ემიგრაციაც ეგ არის, გადიხარ ჯერ შენ რაღაცა პროცესს და როგორც ესე მშვენივრად ამბობენ, იმ ქვეყნის გუდს იხურავ რაღაცა პერიოდი. სადაც მიდიხარ, მეც იგივე გავაკეთე. იყო რაღაცა წლები, სადაც მეც ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ინტეგრირებული ყოფილიყავ იმ საზოგადოებაში და ამ ჩემი ზედმეტი რაღაცა განსხვავებულობით თუ ქართველობით თუ ამ რაღაცა ამაზე საუბრით, დიდად თქვათ აქცენტი ამაზე არ გამეკეთებინა. მაგრამ მე რაღაცა ნაწილს გადიხარ, რაღაცა პროცესებს გადიხარ და მე დგება ის მომენტი, სადაც და ეგ არის გადასარევი ამ დემოკრატიაშიც და თუნდაც ევროკავშირშიც და ეგ არის ის იდეა, რასაც მე ვუსურვებდი ამ ქვეყანას, რომ ამის თანაზიარი თუ თანამოზიარე გახდეს. აი ზუსტად ეს მრავალფეროვნება. ანუ შენ რაღაცა მომენტში გადიხარ ამას, თითქოს გონია რომ რაღაცა დაკარგე, მაგრამ მე ძალიან მკვეთრად უბრუნდები ამას გულისხმობ ამ გაქართველებაში, ანუ უფრო მეტად აფასებ რაღაცებს, უფრო მეტად იაზრებ და ზუსტადაც აქ რისი პროპაგანდაც მიდის, ამის საპირისპირო ხდება. ანუ შენ პირიქით უფრო მყარდები შენ თავში და ზუსტადაც აძლევ ის იყო ვინც ხარ, ხო? და შენს იდენტობას, აი აბსოლუტურად ამაში დარწმუნებული ვარ, რომ მე თვითონ გავიარე ეს პროცესი და ქვეყანაზეც დაახლოებით იგივე მოხდება. ესეთია ვთქვათ იგივე გვიან მიღებულ წევრი ქვეყნებში, სადაც ჩავდივარ და ვთქვათ იგივე ეს ბალკანის და სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, იქაც ამას გძნობ ხოლმე, რომ კი რაღაცა არის, სადაც ეს ჯერ ცოტა შენი კომპლექსი უნდა გადალახო, რაღაცა იქ გონია რომ იქ დაგჩაგრავენ შენ იდენტობას დაგაკარგვინებენ, მაგრამ მე რაღაცა მომენტში მშვიდდები, უფრო მყარდები შენს მეობაში და მე უკვე იწყებ ამ შენ ამბის გაზიარებას და ზუსტადაც იდეალურ შემთხვევაში მრავალფეროვნებას უწყობ ხელს, რომ ეს კიდე უფრო ერთი რაღაცა ფერით ეს ნახატი გამდიდრდეს თუ როგორ დავარქვა არ ვიცი და დაახლოებით ეგეთი რაღაცა მოხდა ჩემ შემთხვევაში და საქართველოს შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ეს სანატრელი დღე თუ დადგა ამას ვისურვებდი იმიტომ რომ პირიქით იქ არავინ არაფერს არ გართმევს ეს საქმე იმაშია რომ შენ უნდა მოახერხო ეს შენ უნდა იყო შენ იდენტობაში გამყარებული რომ შენ უნდა გადალახო იგივე შენივე შიშები კომპლექტი რომ ეს ყველაფერიც იგივეა ხო ხა ჩემ მიკროკოსმოსზე შეგვიძლია გავაფართოვოთ და ქვეყანაზე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ შენ გეშინია რას ნიშნავს იდენტობა წამართვეს ვინ წაგართვა ანუ შენ თუ იცი ვინც ხარ იცი რაც გინდა რა უნდა მოხდეს რომ ხო არ ვიცი თოფით რო დაგადგენ შეიძლება უარყო მაგრამ სხვა შემთხვევაში რა ვინ გართმევს თავარია შენ დაიმკვიდრო თავი და თავარია შენი ნარატივი და შენი ამბავი და შენი ისტორია და შენი განსხვავებულობა ოღონდ ისე არა რომ ამით ვიღაცას შეაწუხო მიაწოდო იმას და იმას აუცილებლად ექნება დაფასება და პატივისცემა მაგიტო ხარ რომ დაუბრუნდეთ საწყის თემას რითიც დავიწყეთ მაგიტო არ მჯერა რომ ის ბუტაფორიული რეპრეზენტაცია იმიტომ რომ ამას იგრძნობ და მან მაგით ვერაზროს ვერ დაიმკვიდრებ თავს. მან იქნები სულ აი ბუტაფორია და სულ შიში და სულ კომპლექსში და სულ ილაპარაკებ იმაზე რა გადასარევი ხარ, რა კარგი ხარ და სერიოზულად არავინ არ მოგეკიდება. იმიტომ რომ ყველა ხვდება ამას ეს რომ ფეიკია, აი რაღაცა კულისასავით რაღაცა პაპმა შექვია, არ ვიცი როგორ აქართულად ეს მუყაო რომ მიავკაკუნებ და სიცარიელის ის მოდის დაახლოებით ეგეთი რაღაცაა და პირიქით შენ უნდა გაიხსნა შენ უნდა ეს განვითარებაც ხო ეგ არის შიში უნდა გადალახო იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვითარდები რას ნიშნავს სულ ამ წარსულში ტრიალი და იმ რაღაცა ნოსტალგია რაღაცისთან რისი ნოსტალგია დიქტატურის 70 წლიანი დახშულობის არ არსებობს იმიტომ რომ ქვეყანა მაგ დროს როგორც ეგეთი არ არსებობდა ხო გადასარევი ნოსტალგია იქ წარსულზე მაინტერესებდა ერთი კონკრეტული რამ იმიტომ რომ მტკივნეულ გარემოებად მივიჩნევ იმას, რომ ჩვენი არქივები ისე დაიკეტა რეაბილიტაციის არგუმენტით, რომ წლები არ გახსნილა. და ვინაიდან შენ ხარ ადამიანი, რომელმაც პროფესიულად იმუშავე არქივებში და არა მარტო აქ, ანუ რუსეთშიც, ხო, რაც მგონი ხო უკვე წარმოუდგენელია, ხო? აი გამოცდილება და ნახე რომ ბევრ ინტერვიუში ამბობ, რომ ადამიანის სისასტიკე რიგ შემთხვევებში იმდენად
წარმოუდგენელია, რომ წერლის ფანტაზია ამას არ ეყოფა და ეს არის ზუსტად ის ამბები, რომელიც ნახე იგივე NKVD-ს არქივებში, ხო? აი რა გამოცდილება იყო, ეგ თუ შეგიძლია შეგვახედო, როგორ დადიოდი ისეთ არქივებში, რომელიც დღეს დაკეტილია, როგორ მუშაობდა, რატო არის მნიშვნელოვანი იგივე მეხსიერების და საკუთარი თავის ცოდნის ამბავში, რომ მიგვიწვდებოდეს ხელი ამაზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, ხა სანამ აქ ჩამოვიდოდი, რაღაცა ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა ბიოლის ფონდი და სხვათა შორის უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები და ყოფილი ეს მემორიალი რუსული იმის და ეხა რაღაც ეგენი ხო წამოვიდნენ იძულებით და მოუწიათ სხვადასხვა ქვეყნებში რაღაცა ფილიალების შექმნასავი და ზუსტად არქივის და ამის მნიშვნელობაზე იყო საუბარი და იქ ეს უკრაინელი ორი ჟურნალისტი იყო და ისეთი შტაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდი, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა საიტი შექმნეს, სადაც უბრალოდ აი ამ ომის იმას დოკუმენტაციას უკეთებენ, ანუ ინტერვიუებს წერენ, ოღონდ გააკეთეს და ამ გოგომ მოყვარნ ფაქტიურად ამის ჩამქოლესო, მაგრამ ანუ გამოქცეული რუსები და უკრაინელები ერთად და ნუ ძალიან ბევრს ამაზე პროტესტი ჰქონდა და რაღაცა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ყველა მხრიდან გამეშუქებინა, რომ აი ესეც არსებობს და ეს ადამიანი ან იგივე ვინც დეზერტირ, ანუ მოდის ჯარიდან და დეზერტირებს ხო და ანუ აღარ უნდა იქ ბრძოლა და ასე შემდეგ და ძალიან შემეხო, იმიტომ რომ აჩვენეს ეს რაღაც ნაწყვეტები და ამ ღონისძიებას ერქვა, რომ ნუ არქივი თუ როგორც წინააღმდეგობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მეხსიერება წინააღმდეგობა იმ შემთხვევაში წინააღმდეგობა ხშირ და მშვიდობიან დროს წესით არ უნდა გჭირდებოდეს, რომ ეს წინააღმდეგობა იყოს, ის უბრალოდ არის რაღაცა მართლა მეხსიერება თავისთვის, მაგრამ ეს ხდება წინააღმდეგობის და პროტესტის და ასევე დიდი ძალა, როდესაც იწყება აი ზუსტად პროპაგანდა, როდესაც იწყება შენი მოტყუება, როდესაც იწყება, რომ აი რაღაცა მაშინ რა კარგი იყო და 37 მანეთი, იმიტომ რომ მაშინ გეძლევა საშუალება მიხვიდე და გადაამოწმო, სიმართლეს გეუბნებიან თუ გატყუებენ. ამიტომ ეს არის, რა ვიცი, აი იდენტობას რო ვამბობთ, ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა, რომ დღემდე ისტორიის სახელმძღვანელოში მე მგონი, რავი, ერთი თავია საბჭოთა კავშირის, დანარჩენი დავით აღმაშენებელს ვერ გავცდით. აბსოლუტურად ყველანაირი ეს შენარჩუნება მეხსიერების და ამაზე საუბარი და ამაზე წვდომა არქივის სახით იქნება თუ ისტორიული ნაშრომებით, ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი და ეგზისტენციალური ყველანაირი ნაციონალური ზუსტადაც განვითარებისთვის და მეობისთვის და იდენტობისთვის, რასაც სულ აქ ხო სულ ეს მესმის რომ სწორედ ეგ უნდა იყოს უმაღლეს იმაზე, მაგრამ ნუ რაზე ვლაპარაკობ, ჩვენ დღემდე სტალინის მუზეუმი გვაქვს აბსოლუტურად უცვლელი ფორმით და არქივზე უკვე ლაპარაკი არ არის. და ნუ მაშინ მე გამიმართლა ეხლა რუსეთში. ეს რომელი წელი იყო? რომელი წელი იყო? ეს გამოვიდა 2014-ში და ანუ იქამდე წლები, 2010-დან 14 რაღაცა ეს. და მარტივად დაორგანიზდა? მე მგონი მაგ დროსაც არ იყო ახლა რუსეთი დემოკრატიის შუქურა და მკვლევარების საბოთხე. არა, მაგრამ სხვათა შორის მანდაც ხო რაღაცა აბსოლუტურად ალოგიკურია ეს ძალაუფლებაც, ანუ აი რაღაცები ეხა აღარ, მაგრამ მაშინ იყო. ანუ რაღაცები აბსოლუტურად უპრობლემოდ ხდება და რაღაცა სისულელეზე შეიძლება ლამის დაგიჭირონ. ერთხელ ბიბლიოთეკაში მქონდა, რომ არ შეიძლებოდა ქსეროქს, ანუ ხო. და ისეთი ამბავი აწიეს, რაღაც ტელეფონით თუ აღარ მახსოვს, რაღაც ფოტო გადაუღე თუ რაღაც ეს ჩუმად გავაკეთე და ნუ აი რაღაცა კინაღამ დამიჭირეს მართლა. მაშინ გამიმართლა, იმიტომ რომ აი მემორიალთან იქ ვიყავი, სახაროვის ცენტრი არსებობდა, იქ დამაკვალიანეს, მითხრეს აქ მიდი, იქ მიდი, ზუსტადაც NKVD-ს არქივები სამწუხაროდ დალუქულია, ეს ლუბიანკას, მაგას არასდროს არ გახსნიან, ან თუ გახსნიან, ეგ ქვეყანა უნდა ჩამოინგრეს. ხანდახან აი უბრალოდ რაღაცა უბნის არქივში მიპოვნია, რაღაცა აი სისასტიკეზე რაც ვქვი, ეგ იყო აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ვეძებდი კონკრეტულ ინფორმაციას, არსებობდნენ თუ არა NKVD-ში ქალები, ამ შემთხვევაში, ნუ ეხო იყო სულ ეს რაღაც ჩავი პლაშებით თუ პალტოებით ხამე მოდიოდნენ და რაღაცა და მაღალყელიანი ჩეკები ხო კაკუნით. ხო ეს ჩეკისტები და რაღაცა და სულ მაინტერესებდა ამ სისტემაში, როგორც ვთქვათ, საკონცენტრაციო ბანაკებშიც იყვნენ ქალები, აქაც ამაინტერესა. თუ არსებობდა ცალსახად ფემინური ხელწერა ამ სისასტიკის და წამების. და არ იყო ხა ბევრი ინფორმაცია გამიჭირდა, მაგრამ ერთ-ერთი ეს რაღაც დოკუმენტაცია რაც ვიპოვე, ეს არქივში ვიპოვე. აი დაუჯერებელი ფიზიკურად მართლა დამბლადამეცა, მე ეს გამოვიყენე წიგნში, საშინელი ხო ეს წამების რაღაც მეთოდი, რომელსაც მარტო ქალებზე იყენებდნენ და ხშირ შემთხვევაში ქალები იყვნენ. წამებლებიც.
ხო, მწამებლებიც, ანუ ეს შავ პლაშიანები არ იყვნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე ასევე როგორც გულაგებში ძალიან ბევრი ქალი იყო ზედამხედველი და ასე შემდეგ. და გამიმართლა, იმიტომ რომ რაღაცა იცი ძალიან ინერტს მაშინ ახლა არანაირი გამოცდილება არ მქონდა არქივის, ანუ დავიწყე რაღაცა ძალიან ნაივურად, მიამიტურად, ჯერ წიგნებს ვკითხულობდი, მე რაღაც გადაცემებს ვუყურებდი, მე უკვე რაღაცა მოგზაურობდი და მე რაღაცა მომენტში უკვე დავიწყე ჯერ ბიბლიოთეკები, ასევე ძალიან დამეხმარა მაგალითად პრესა. პეტერბურგში ძალიან კარგი ქალი გავიცანი, რომელიც იყო სპეციალიზირებული 20-იანი წლების, 30-იანი წლების ჟურნალ-გაზეთები და ესე მახვედრებდა ხოლმე ამ ბიბლიოთეკაში, რომ აი ხა ეს და ძალიან კარგი სურათი შემექმნა, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ გამეცნობიერებინა როგორ მუშაობდა პროპაგანდა და მე ვადარებდი ამ დროს თქვა რა ხდებოდა სხვა ქვეყანაში, ხო? და ესენი რაზე წერენ, ანუ რას აშუქებენ და რას არა. ახალანდელ პროპაგანდას. პროპაგანდა ყოველთვის გავს თავის თავს და ყოველთვის ძალიან მარტივად ამოცნობადი, აი ძალიან ფეიკია ჩემთვის და მე ყოველთვის ისე მიკვირს ხოლმე, რომ როგორი არა და როგორი მძლავრი ინსტრუმენტია და როგორ ეფექტურად მუშაობს ჩემ და გასაოცრად რამდენ ადამიანზე. ალბათ იმიტომ რომ რაღაცა მზაობა რო გაქვს ამის დაჯერების, ასევე ჩვენ ადამიანებს გვიყვართ მარტივი ჭეშმარიტება. ანუ გვინდა რომ ვიღაცამ გითხრას, რომ ეს კარგია, ეს ცუდია, ეს შავია, ეს თეთრია და რაღაცნაირად აი ამბივალენტურობა რასაც ადამიანობა ქვია. ერთ წუთას რო ერთი გინდა, მაგრამ თან მეორეც გინდა და თან ვერ გაგიგია როგორ და თან იმ შენ პრინციპებში არ ჯდება, მაგრამ აი ამის ატანა იმდენად რაღაცა უჭირთ ალბათ რთულია. აი ზუსტად და თან მაგ ყველაფერს რო უსმენო, ხო? რომ ალბათ რაღაც ხრივ ძალიან მარტივია, რომ შენ ვიღაც ასხვისებ შენს გონებას. და ვიღაცა სხვა მიფიქროს შენს მაგივრად. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი წარმოუდგენელი რამ არის დედამიწის ზურგზე, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ახლა მე წარმომიდგენია თუ არ წარმომიდგენია არა მარტო არსებობს, არამედ მილიონ ადამიანზე მოქმედებს და უნდათ კიდევაც ითხოვენ, აი რაღაცნაირად გამეცი პასო, იმიტომ ეს მთელი იგივე თუნდაც მემარჯვენე პროპაგანდა იგივე ევროპაში იქნება თუ ამერიკაში. ყველანაირ ლოგიკას მოკლებული რო, აი ყველანაირ ლოგიკას. მე ვგიჟდები მაგალითად გერმანიაში ეს მემარჯვენე პარტია, ახლა ვინც არის, ეს AfD. იმის ხელმძღვანელი ეს ქალი არის. ნუ აი ფაშისტური პარტია, ნუ უცხოელები, რასისტები, ჰომოფობები და ეგ ქალი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე რა ფენომენი ვერ ამოვხსენი, იცი და მართლა მინდა სოციალური კვლევა ჩავატარო, იმიტომ რომ აი როგორც მწერალს მაინტერესებს. ეს ამომრჩევლები, ანუ რომლებიც არიან ჰომოფობები, რასისტები და ასე შემდეგ, ირჩევენ პარტიის ხელმძღვანელს, იმ პარტიას, რომლის ხელმძღვანელიც არის ღიად ლესბოსელი დაქორწინებული უცხოელ ხო და ასევე შვეიცარიაში ცხოვრობს და იქ იხდის გადასახადებს, ანუ ფაქტურად არ იხდის. აი ეს როგორ ხდება? ამის აი ტვინში ამას როგორ ვამართლებ ჩემ თავთან? აი რა ხდება მან? არ ვიცი, ჩემთვის აღმოჩენა იყო მაგალითად ტრამპის ამორჩევლებში ფერადკანიანი ქალების სიმრავლე, ანუ მთლად იგივე არ არის, მაგრამ დაახლოებით იგივე პარადოქსი იყო, ხო? იმიტომ რომ ხა მე რაღაც ხრივ ის თქვათ იდეოლოგი რო ვარ და თუნდაც თქვათ ესეთი ფაშისტი ვარ, ძვინვარე, მაშინ მე ისეთი რეპრეზენტატორი მჭირდება, ვინც ამას რაღაცა რეინკარნაცია იქნება, ხო? ანუ დაუჯერებელი რაღაცაა, ეს არის ახსარებაზე რომ მივიდა მგდელთან, რომელიც სისხლიანი ხელებით დაგვხდება, სისხლიანი ხელებით დამხდება, ან რაღაცა ღვინოშია აი რაღაცა, რაც აბსოლუტურად ურთიერთს გამორიცხავს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ რაღაცა ეს ალოგიკურ დროში ვარ და მან ვატყობ ხოლმე რომ თავარია მერისი დაჯერება მინდა. აი ადამიანს ეს უნიკალური უნარი აქვს და მე თუ მინდა რომ დავიჯერო რომ ესია და ეს შავი და თეთრია, მაშინ სულ ერთია ხა იყოს ის ქალი და ანუ ის იმიტომ რომ ის მაგალითად იმან ესეთი გადასარევი ფრაზა თქვა მე არ ვარ გეი, მე უბრალოდ მყავს სოლი. და გადასარევი შესაძლებელია ესეც როგორც ჩანს. და ნინო არქივებს რო დაუბრუნდეთ, რა იყო რამე ისეთი დაიტოვე, რომელიც არ გამოგიყენებია იმათ ეს 200 გვერდზე და შემდეგ წიგნებში და გაქვს თავში შემონახული. ამოვარდა ბევრი რაღაცები, ანუ ძალიან ისე ვიყავი რაღაც დახამებული და იმდანაც სულ ისავით ვიყავი აღმოჩენებში, რომ მინდოდა ყველაფერი და მე რაღაცა ნაწილები შევკვეცეთ, იმიტომ რომ მივხვდი რომ მაგალითად რელიგიის თემა იყო ძალიან საინტერესო, სამღვდელოება მაშინ რა ხდებოდა, ის მქონდა თითქოს რაღაცა უფრო მეტად და მე გამოვიყეთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვაგან მივყავდით. არა, ესე რომ ახლა ცალკე წიგნად ამას დავწერ და გამოვიყენებ, არა, მაგრამ რაღაცა ხა რომ გადმოვიყო ის მასალები და ძველი ეს რაღაც ყუთში მიწყვია, ალბათ ბევრ რაღაცას აღმოვაჩენ კიდე, რაც მაშინ ვერ მოხვდა ამ წიგნში.
და ბოლოს ვიკითხავ, როგორც მწერლისთვის საქართველოს ეს გაჭიანურებული კრიზისი, რომანი რო იყოს, სად ვიქნებოით? მე მგონი პროლოგს და პირველ თავებს გაიხანია გავცდით და მე რა ხდება ამ ამბავში? ცოტა დორე შუა ნაწილში, რომელიც გაჯანჯლებულია და დრამატურგიულად ვერ გაართვა მწერალმა კარგად თავი, რომ ეს დაძაბულობა თუ რაღაცა კვანძი კარგად გაეხსნა და ჯერ გადასაგორებელია. ალბათ დრამატურგულ, ესე შევხედოთ. წერალსაც კრიზისი ექანა. წერალსაც ცოტა კრიზისია კი. და კიდევ ერთი კითხვა მქონდა, ეს არ იყო ბოლო. ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ისეთი დიდი როლი ითამაშა შენ ცხოვრებაში, მაინც და მაინც გავლენების მხრივ კი არა, ვინც მხარდამჭერად გეკურებოდა რომელიმე ეტაპზე ცხოვრების, როცა ეს გჭირდებოდა. მაგ ნაწილში ძალიან გამიმართლა, ბევრი ადამიანი გადამკვეთია, დაწყებული რავი, ბებიიდან გაგრძელებული მასწავლებლები, ხუთშორის მე ძალიან ყოველთვის მიმართლებდა ყოველთვის არა, მაგრამ ბევრი პედაგოგი მყავდა ის სკოლის პერიოდსაც რო ვიხსენებ, ვინც מחალისებდა და რაღაცნაირად აი мотиваციას მიქმნიდა, როგორც კი ვთქვათ, რაღაც გაიგებდნენ, რო აი რაღაცა წერ და უი გერმანული იცი და მაშინ ჩემ ბევრი წლების წინ რაღაც სკოლის დასი რო ჩამოვაყალიბე, მან მახსოვს, რომ აი ძალიან დიდ მოტივირებას მიკეთებდნენ და ესე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მეგობრებიდან, გამიმართლა ამ ნაწილში. ერთი ადამიანი დიდი როლით არ იყო, ბევრი ადამიანი იყო. ბებია ჩემს ხონდა, ჩემზე ძალიან დიდი გავლენა, მხრივ რომ აი მაგალითად ძალიან ეს ლიტერატურა, წიგნები, რაღაცები მისი ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ აი ის მოახერხა, რაც მე მინდა ჩემ შულებთან მოახერხო, იმიტომ რომ თვითონ იმდანად უყვარდა ეს, რომ უნდა და ამის გაზიარება და ეს შეძლო. და ამის უმადლი, იმიტომ რომ ამ სამყაროში მისი ეგიდი ჩევედი და ეს ძალიან რა თქმა უნდა რაღაცა წერლობას პირველ ნაბიჯებს და ხო ცოტა ვნანობ რომ მეტი დრო არ დაგცალდა ერთად, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი რომ ძალიან გაუხარდებოდა რომ პროფესიულად ეს გზა ვირჩიე. მაშინ კი რაღაცა უკვე რაღაც გამოქვეყნებში ვიყავი, მაგრამ ეს ძალიან ისეთი ჯერ კიდე რაღაც ცოტა სამეცნიერო ლიტერატურის ჟანრის ის იმიტომ რომ მე თვითონაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ აი რაღაც ერალი ისეთი რაღაც მეგონა რომ უნდა იყო ასაკიანი ბრძენი თეთრი წვერები ქონდეს და რაღაცა მიუღწეველი რაღაც მეგონა. ანუ ქალი არისო ვიზუალში წარმოადგენაში წერალი კაცი იყო. სამწუხაროდ ხო, ესეთი რაღაცა ცოტა კლიშე ღმერთის ის მქონდა. ვიცოდი რომ ქალი მწერლებიც არსებობენ, მაგრამ ვიცოდი რომ ორმაგად რთულია, მაგრამ რაღაცა ხო აი ის მქონდა რა, რაღაც რიდი თუ არ ვიცი, რაღაც ვერ წარმომედგინა, მით უმეტეს ვერ წარმომედგინა, რომ ეს მართლა შეიძლება შენ პროფესია იყოს და ამით იცხოვრო და ეს აკეთო და მაგრამ სურვილით მინდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცას მაშინ რო ეთქვა ეს სერიოზულად, ალბათ გამეცინებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი რთულიც არ აღმოჩნდა, ხო, როგორც წარმოგედგინა, თუ იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე რთული, არ მინდა ეს რაღაც ის ნაივური შეზაბეჭდილება შეუქმნა, ადამიანებს, რომ ეს რაღაცა ესე და თავისით ხდება. შრომაა ესაც, როგორც ყველაფერი. თუმცა ალბათ რაღაცა რა ძალიან გინდა და ეს იმდენად პრიორიტეტულია, რომ შენ ამას უქვემდებარებ ყველაფერ დანარჩენს, მაგ ნაწილში ძალიან ოპტიმისტი ვარ, მჯერა რომ მიღწევადია თითქმის ყველაფერი, რაც ამეთნაკლებად ჩვენს ხელთაა. მაგრამ ის რო ხა მარტივია და ტახტზე წამოწევები და ვიღაცა მოგიკაკუნებს და აღმოგაჩენს და მე შენი რაღაცა ცხოვრება და კარიერა შედგება, ესე არ მომხდარა. მართლა კარდაკარ დავიარებოდი, მაგრამ თავარია აი რაღაცა უნდა იცოდე, აი даже ცოდნა არასწორი სიტყვა, მთელი შენი ინტუიციით უნდა გრძნობდე, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც შენ გინდა და ამისთვის მზად ხარ ყველაფერზე წახვიდე და ყველაფერი გააკეთო. ვიღაცამ თქვა და მართლა ეგრე არის, აი დათო გორგილაძემ გაიმეორა აღარ მახსოვს ვის სიტყვებია, რომ უნდა წერო მხოლოდ მაშინ თუ სხვანაირად არ შეგიძლია. ეს მართლა ის არ ხელოვნებაში მე მგონია, რომ ეს ისეთი დარგია და იმდენად რაღაცნაირი არასტაბილურია, იმდენ რაღაცა დათმობაზე მიდიხარ, იმდენად შენ თავს ზარცვავ მარადილ ჟამს, სულ რაღაცა ექსპოზიციაში ხარ, რომ ამაზე მხოლოდ მაშინ უნდა წახვიდე, თუ მართლა სხვანაირად არ შეგიძლია და გონია, რომ ეს არის შენი გამოხატვის ენა. თუმცა ისიც არ მიყვარს, რომ აი სულ იტანჯებიან და წერა ტანჯვა თუ არ ქსიამოვნებს, ვინ გაძალებს რო წერო, მე ძალიან სიამოვნებს, ან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესისგან, მაგრამ
თლიანად მერე სანამ ამ დაწერიდან მერე მკითხველამდე მისვლა და ეს გზა და ეს მოთმინება და ლოდინი და ასევე რა თქმა უნდა სწორი ადამიანების პოვნა და იმ ადამიანების პოვნა ვინც ნდობით არიან აღჭურვილები ვინც ჩანს მოგცემენ ვინც დაგიბეჭდავენ და ასე შემდეგ მარტივი ნამდვილად არ არის მაგრამ თუ გიყვარს აი ჩამშულებსაც უამას უმეორებ რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამოხვალ მთავარი ის რასაც გამოხვალ ის იმდენად გიყვარდეს რომ ეს არ აღიქვა როგორც რაღაც სამუშაო კაი მორალია, ამიტომ მე ხა ამითი დავამთავრებ, მეც ვიზიარებ მაგ მოსაზრებას. დიდი მადლობა. პერიქით, მადლობა, ძალიან საინტერესო იყო.